რატო არ ადიოდა მაგალითად ქალი კოშკში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რამოდენიმე ტექსტს რო დავაკვირდი, ძალიან უცნაური ამ თემა არის ზოგადად გამრცობილი, რომ მაგალითად დედა დასტირის თავის შვილებს გორადის თვითონ კოშკში და ექვიშად იქცეს ეს კოშკი და სახურავს ხდის. სვანურ კოშკს სჭირდება სახურავი. თუ კარგი სახურავი აქვს და არ აწვიმს და არ ათოვს, ის იქნება დიდი ხანი. კოშკის სახურავის ახდაც არის ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ იმ კოშკის ფუძეზე ცხოვრობს მეომარი, რომლის იმედით სხვა კოშკი შეიძლება და ჰქონოდა. და კოშკს უკვე ის ფუნქცია არ ჰქონდა. მაშინ უკვე ქალები ადიოდნენ და კოშკს სახურავს ხდიდნენ, რომ სხვა კოშკს იმის იმედი აღარ უნდა ქონოდა. როცა ნიშანს მისცემდნენ, თუნდაც ცეცხლის ნიშანს სხვა კოშკიდან. ხო და ამიტომ ქალის ასვლა აუბედითი იყო იქ და არ ადიოდნენ ქალები. ეს ნიშნავდა, რომ უკვე ხაზი ვეღარ გრძელდება. ხო. მოგესალმებით მეგობრებო, შენი პოდკასტი. დღევანდელი ჩვენი სტუმარია მადონა ჩამგელიანი. გამარჯობა მადონა კიდევ ერთხელ. მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. საკმაოდ ისეთი ახლა სტუმარს კი არა და ბოდიში მაყურებელს არ უნახავს მართალი აქ. ერთი პოდკასტი სანამ გავალთ ჩაწერაზე უკვე შემდგარია ხოლმე და მაგიტომ უკვე გახურებულზე შემოვდივართ კადრში. მოკლედ გამარჯობა მადონა, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. თქვენთან სტუმრობა. ხო და რაზე ვლაპარაკობ? ხო, დღევანდელი ჩვენი თემა, რო გავაცნოთ ასევე ჩვენ ძვირფას მაყურებელს, არის მიწიერი და საკრალური, უკაცრავად სვანეთი. და მე ძალიან მაინტერესებს ეს კუთხე, სამწუხაროდ ჯერ არ ვარ მანდ ნამყოფი და მადონა მაგას უსაყვედურებს მეუბნება, მაგრამ და კარგი ახლა. რა გინდა? სიკვდილზე იფიქრე. არა. მიწიერად, ხო და ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ ჩვენ მედანიკას გვინდოდა სათაურად მისტიური სვანეთი და შენ შემოგთავაზე მაგისი უფრო საინტერესო მცნება, რომ მიწიერი და საკრალური სვანეთი, ესე ვთქვათ, ორი ბუნება სვანეთის. ალბომი გქონდა მე და ქალბატონ მანანა ხიზანიშვილს, ერთი ძალიან საინტერესო ეთნოგრაფიკალი სევდოკია კოჟევნიკოვასი, რომელზეც ვისაუბრებთ მერე. ამ ალბომს დავარქვით ესე სახელი მიწიერი და საკრალური სვანეთი. ხო და რაღაცა ეს მისტიური სვანეთი ცოტა გადამეტებული მგონია ხოლმე და ამიტომ. ხო და რითი დავიწყოთ? მიწიერით თუ საკრალურით? მოდი საკრალურით დავიწყოთ. ხო და აი რა დამოკიდებულებ, ანუ რაღაც ეგეთ ბარის ხალხს მოკლედ ეგეთი წარმოდგენა აქვს სვანეთზე, რომ არის ძალიან რაღაცები ცოდნები არის, რომელიც არის დაფარული და არ არის გამოტანილი და აი განდობილები და ვიღაცები თუ შეიძლება სადმე იყვნენ, შეიძლება სვანეთში იყვნენ, არ მსგავს ადგილებში. მაგაზე ვერაფერს. ხო და ანუ მე მაინტერესებს შენ ახლა რახან იქიდან ხარ, ანუ ეს დაფარული ეზოთერულ ცოდნას რასაც ეძახიან აი რაღაც დონეზე ამ ცოდნასთან მისვლა შესაძლებელია კიდე? თუ უკვე რაღაც აი თანამედროვე კულტურამ გადაფარა უკვე ეს რაღაცა ძველი საკრალური ცოდნები? მოკლედ ხშირად ვიძახი ამ ბოლო დროს, რომ ჩვენი ტრადიციები ახლა არის რაღაცა ინერციული, თითქოს ინერციით ვაკეთებთ ჯერ კიდე ამ ტრადიციებს, მაგრამ კონტექსტი გვაქვს დაკარგული. ანუ ის სიღრმეები, რომელიც ამ ტრადიციას თან ახლავს, ეგ უკვე მრავალმა აღარ იცის და ამიტომ რაღაცა ხრჩება ხოლმე ხშირად რაღაცა მახინჯი ფორმა რაღაცა ამა თუ იმ რიტუალის. ხო და სვანეთი კიდე როგორი ამბავია ახლა გეტყვით ორ სიტყვაში, აი მითი და რეალობა რო თანაცხოვრობს ერთად. შენ ვერ შეიძლება განასხვაო რა არის მითი, რა არის რეალობა. ეს ერთი როგორ თქვა, ერთი სფეროა ესე ვთქვათ.
ხო და არის უამრავი დღესასწაული, ეხლაც მუშაობ მეგობრებთან ერთად მაგ საკითხებზე. რომელიც აი წეღარ როგორც თქვი, ინერციით უკვე წამოვიდა ეს დღესასწაულები, მაგრამ კონტექსტი გვაქვს დაკარგული და ამის კონტექსტის აღდგენა და ესე ვთქვათ, დაბრუნება ხალხში ისევ არის უმნიშვნელოვანესი როლი ახლა ბევრი ჩვენ გათაგანისთვის და ხო, შენ მე მგონი დაესწარი ჩვენთან ლიფანალის. ხო, აი კარგად გავიაროთ მეც მაგაზე ეგ ძალიან ისეთი თემა, რომელზეც კიდე ძალიან დეტალურად მინდა რომ ვისაუბროთ. როგორ ქვია? ლიფანალი, ხო, ანუ ეგ დღე ჩემთვის იყო ძალიან განსაკუთრებული და ძალიან შთამბეჭდავი. იმიტომ რომ წინაპრების კარმაზე და წინაპრების ურთიერთობაზე ეხლა ვინც ცოცხლები არიან, მაგას ლექცია ჩაწერილი და მაგას ვფიქრობ, მაგის მნიშვნელობა მოკლედ მე დავაკვირდი ამ წლების განმავლობაში, რაც ხალხთან მაქვს ურთიერთობა, რომ რამდენად ზემოქმედებენ წინაპრები ეხლანდელ ჩვენ რაღაც ცხოვრებაზე და რომ ისინი სადღაც რო გარდაიცვალნენ, სადაც გამქრალები არ არიან, ანუ რეალურად ჩვენ ბედში და ჩვენ ცხოვრებაში და ასე შემდეგ, ანუ თანამონაწილეები არიან. ოღონდ უხილავად და ეგ რიტუალი რო აღმოვაჩინე, რომ სვანეთში ყოფილა, რომელიც მე თქვენ მადლიერი ვარ, რომ თქვენ დამპატიჟეთ და ეს ვნახე, რაც ხდებოდა და იქ რაც ვნახე, ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო, იმიტომ რომ მოდი, აი იცი რა მინდა, რომ შენ რომ მოყვე, რა არის, რა არის. ხო, მე არ მინდა რომ მე უბრალოდ მე ვიტყვი, რომ უბრალოდ მე ვნახე ცოცხალი ურთიერთობა. მის მე არ მინახე ხარ და მაინტერესებს აი შენ ჯერ ახსენი, კი, შენ უბრალოდ ახსენი რა არის ეს რიტუალი და მე ჩემ შთაბეჭდილებასაც გავაზრდა. და სარამაგაზარი თვითონ ლიფანალი რამეს ნიშნავს, სვანურად რომ ესერთული იქნება მაგის ბევრნაირი არსებობს განმარტება და მოდი დავანებოთ თავი მაგას ახლა მაგის ეტიმოლოგიას. ანუ ლიფანალია დღესასწაული, როცა ჩვენ სვანები, არა მარტო სვანები, ანუ ძველ საქართველოშიც არსებობდა იგივე და მთელ მსოფლიოშიც არის ინამდვილეში მსგავსი რიტუალები. მაგრამ სვანებმა შემოინახა ეს თავისი გარემოს გამოცალბად. 18 იანვარს ჩვენ ვემზადებით წინაპრების სულებთან შესახვედრად. იხეხება ყველაფერი, ჯერ აუცილებლად უნდა დალაგებული იყოს ყველაფერი. სახლი იხეხება ყველაფერი, ოღონდ აი როგორი დონით იცი, აი ცხიმი არაფერს არ უნდა შერჩეს. თორე ისე წარმოდგენა აქვთ, თავისი უნდა იყოს. არ მოვლენ. ესეთი აქვთ სვანებს, ეგრე გჯერა. და ოჯახის ერთ-ერთი წევრი მიდის საღამოს ჟამს, ანუ როცა ბინდი შემოვა უკვე არც გასაყარზე, ესე ვთქვათ, ღამისა და დღის. და სამხრეთის კართან, ეკლესიის სამხრეთის კართან მივა და სთხოვს ქრისტე ღმერთს, რომ გამოუშვას მისი წინაპრის სულები. იმ ქვეყნად ვინც არიან. მოდიან, მართლა მოდიან ოღონდ. ახვედრებენ ჯერ სამარხოს უფრას, შემდეგ უკვე სხვა ბევრი, ანუ გააჩნია 18-ში რო იწყება, თავდება აუცილებლად მომდევნო ორშაბათს. შეიძლება იყოს ერთდღიანი, შეიძლება იყოს ერთკვირიანი. რო შემოვლენ, ანუ მნიშვნელოვანი იცით რა არის ამ დროს? შემოვა, კი ბატონო, უკურთხებ რაღაცა ყველგან არის ახლა რომ საკურთხს უკურთხებ, ხო? მაგრამ იქ ყარდება კონტაქტი. ჩვენ ვესაუბრებით მათ, უყვებით ჩვენს პრობლემებს, უყვებით ზღაპრებს, უმღერით. იმ წელიწადში რა მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი. და ესე ვთქვათ, შევდივართ მათთან, აი დიდი ხნის უნახავი ნათესავის ნახვის პროცესია, ესე ვთქვათ. ჩვენ ვერ ხედავთ რა თქმა უნდა, მაგრამ გრძნობთ. ანუ გრძნობთ, როდის მოვიდა სიტყვაზე სული თუ აი თანამყოფობა იქ. მე გრძნობ, როცა მოდიან და გრძნობ, როცა მიდიან. ეს არის გრძნო, არ ვიცი ეს რთული არის. რომ მოდიან რაღაცა ძალიან სავსე ვარ, რაღაც ენერგიით და ასე შემდეგ, რომ მიდიან ვცარიელდებით თითქოს ესეთი შეგნება აქვს და ნებისმიერ სვანს, ვისაც
ვისაც კითხავთ ამას, იგივეს გეტყვით ყველა. ხო. ეს ჩვენთვის არ არის ახლა წეგან ნიკარასაც საუბრობდა, შეიძლება ამ დროსთვის იყოს უჩვეულო, შენი შეგრძნებები, რომ წინაპრებს იკვლევდი, წინაპრების სულებზე, მაგრამ ჩემთვის ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ან მე ესე გავიზარდე. ხო. ამ ყოფაში ესე ვთქვათ. მარტო ეს ლიფანალის პერიოდი არის რამოდენიმე შრე ესე ვთქვათ, როგორ გითხრა. ჯერ სიწყლარე უნდა იყოს, აი საერთოდ ხმაური არაფრისგან არ უნდა შექმნა, ესე ვთქვათ. მერე იყო ესეთი ძალიან მე მომწონს ძალიან ეს რიტუალი, სამწუხაროდ ეხლა აღარავინ აღარ აკეთებს. 19-ში წყალკურთხევა იყო და ყველა მიდიოდა ეკლესიაში, რომ მოეტანათ ნაკურთხი წყალი. სულები იქ არიან აუცილებლად, იმიტომ რომ 19-ში სულიც და ცოცხალი ადამიანიც ერთად უნდა შეხვდეს განცხადება სუფლისა. ხო. და რომ მოაქვთ ეს ნაკურთხი წყალი, მოჰქონდათ უფრო სწორად, წინ და წინ მუხის ქერქს და არყის ხის ტოტებს დაწვამდნენ და ნაცარს ამოიღებდნენ ცალკე, იმიტომ რომ ეს ორივე იყო წმინდა ხედ ითვლებოდა. მუხა და არყის ხე. ხო? და მოზელდნენ ამ ნაკურთხ წყალში ამ ნაცარს და გამოაცხობდნენ როგორც კვერებს. და რაც დარჩებოდა იმ გობში, სადაც ამას მოზელდნენ, ესე ვთქვათ, იმ მასით მოხატავდნენ ყველაფერს ირგვლივ. ანუ ლიფანალის მხატვრობა ერთ-ერთი მართლა მისტიური მხატვრობაა. რაზე ხატავდნენ? აი, ხის სახლის კედლებზე, ხის ეხლა შემორჩენილია ძალიან საინტერესოა გამოგიგზავნე. რომ სიმბოლოები არის თუ რაღაც პერსონაჟები, ხო? უამრავი სიმბოლოა სხვადასხვა რაღაც თავისებური ის აქვს ახსნა იმათაც. და ამ თითით მთელი ოჯახი ხატავდა რასაც მოიფიქრებდნენ, ესე ვთქვათ. ხო. და ეს კვერები, რაც გამომცხვარი, გამომშრალი ჰქონდათ, ამას ერქვა იორდან, ანუ იორდანეში მოინათლა ქრისტე და როცა დღესასწაულები ჰქონდათ, მე მოატეხდნენ ამ კვერს, ჩაგდებდნენ წყალში და უკვე ნაკურთხი იყო, ანუ ინახავდნენ ამ კუთხით და არ ჭამდნენ, ხო? არა, ეს იყო ნაკურთხი და როცა ომში მიდიოდნენ სვანები, ამ კვერის ნატეხებს იდებდნენ იმაში ჩოხის, რა ქვია, იმას საისრეებში თუ სადღაც და როცა ვინ იყო დაზღვეული ხაომში რომ მიდიხარ სიკვდილისგან და ნაკურთხ წყალს დალევდნენ სიკვდილის წინ. ეს გაგება ჰქონდათ, ესე ვთქვათ. და აი რა მაინტერესებს, იცი, სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ანუ ეს ხდება ნათლისღებამდე, ხო? თუ ნათლისღებამდე წინა დღეს მოდიან სულები, ანუ მიდის ოჯახის უფროსი, მამაკაცი მიდის ეკლესიაში. 19-შია ნათლისღება, მაგრამ 18-შია სულების მოპატიჟება. ხო, 18-ში მიდის ღამე. თუ დილას მიდის? არა, საღამოს მიდის 18-ში, სამხრეთ კედელზე თან ეკლესიის. შიგნით არ შედის. შიგნით არ შედის, უბრალოდ მოხმობას აკეთებს. მოხმობას აკეთებს და უკან რომ მოდის, ნიშნავს რომ მოიყვანა, ხო, სული? ხო, სანთელანთებული და სპეციალური კვერებით. ამ კვერებში შიგნით არის აუცილებელი იყო სხვათა შორის კანაფის თესლისგან დამზადებული შიგთავსი. და კანაფი ერთ-ერთი როგორ გითხრათ, დიდი კულტურა იყო სვანეთში. პლანტაციები ჰქონდათ, ესე ვთქვათ, და კანაფისგან ამზადებდნენ სპეციალურ საჭმელს, რომელსაც ერქვა ქნაშ, ანუ ქუნას სულისთვის. თრობის ელემენტი არ მგონია ჰქონდეს, ხა თესლისგან კეთდებოდა ეს ყველაფერი და სხვათა შორის ერთი გადახვევას გავაკეთებუცებ. ხო. მოკლედ ადრე ხო იყო დიდი მოსავალი მოქონდათ ამ კანაფის, ესე ვთქვათ და იმიტომ რომ სახში კერავდნენ ტანსაცმელს, ყველაფერი კანაფისგან კეთდებოდა და კულინარიაშიც ძალიან ფართოდ იყო გამოყენებული და ვეკითხებოდი ახლა რაღაცებს რომ ვიწერდი ჩემ სტუდენტობაში მოხუცებს რომ აი მოგიწევია რაღაც არა რას ლაპარაკობა, ყველა უარს მაგრამო მოსავალს რო ავიღებდითო, შუა ცეცხლზე დავყრიდითო ნარჩენებს და ისე კარგად გვეცინა. ძალიან მაგრა ვიყავით. ნუ
ვა, ეგ არ ვიცოდი, ეგ კულტურა თუ სვანეთში იყო ეგრე განვითარებული. ძალიან ისე ღრმად. ხო, მაგრამ ნუ სხვა დატვირთვით რა თქვა უნდა აბსოლუტური დატვირთვა, რაც აქ ახლა იმან სამწუხაროდ გადააშენა ეგ კულტურა. ხო. მაგრამ ლიფანალის დროს, ანუ სულისთვის ზოგადად, მაგრამ მარტო ლიფანალის დროს, აი სხვადასხვა დღეებშიც, ანუ ქელეხზე და ასე შემდეგ, უნიშნელოვანესი იყო, რომ ქონოდა ეს ეგრეთ წოდებული ქუნაშ, ანუ სულისთვის საჭმელი. ვა, რა საინტერესო. ქუნაშ, ესე? ხო, ქუნ არის სული, სვანურად. ქუნ. ვა. ხო, და ეს რომ მოიყვან, ანუ უკვე რომ ასე იგი რომ მოვიდა ოჯახის უფროსი, ესე იგი მოიყვანა ეს სულები და იქ ხდება გამზადებული სუფრა უკვე, ხო? კი, ანუ გაწყობილი ესე ვთქვათ, კერძები და ემზადება მთელი ოჯახი, ესე ვთქვათ, შიგნით. ხო, იქ უნდა იყოს ყველაფერი სუფთა. ყველაფერი სუფთა, ეს დალაგებული მაგი და საჭმელებით ასე შემდეგ. სამოსა აქვს მნიშვნელობა რა როგორ იცვამთან თუ სადღესასწაულად უნდა გეცვას. ანუ კარგად უნდა გეცვას ერთი სიტყვით და სუფთა ტანსაცმელი ალბათ ისეთი. მათთვის განკუთვნილ მაგიდაზე ჩვენ არ ვხდებით. მაგრამ რო შემოდის ეს მომპატიჟებელი და კვერები რო აქვს წაღებული იქ მოსაპატიჟებელი, 5 ცალი უნდა იყოს. და შიგნით აქვს ეს კანაფის თესლი. აუცილებელია ის უნდა იჭამოს იქვე კერიასთან, ანუ კერია ამ შემთხვევაში ღუმელთან, სითბოში, ყველამ ერთად უნდა ჭამოს. და მერე უკვე გადადიან სულები იმ მაგიდასთან. იმ მაგიდასთან, რომელზეც რომელზეც ცოცხლები არსებობენ. მთელი ღამის განმავლობაში არ ხდებიან თუ როგორ? არა, არასოდეს სანამ დამთავრდება, სანამ არ გაუშვებთ, ანუ ორშაბათამდე ის მაგიდა არის ხელშეუხებელი, ოღონდ იცვლება საჭმელები, როგორც ან პირველად არის სამარხო საჭმელი. სამარხო მერე შეიცვლება. მაგას თუ იცი რამე დატვირთვა აქვს რატო სამარხო? ქრისტიანულადაც წყალკურთხევის წინადღე არის მძიმე მარხვა და ამიტომ შეიძლება ეს ჩანაცვლებულიც იყოს. მერე იცვლება უკვე ხორცს. მერე იცვლება ყველანაირი საჭმელი. ბატონო, მე რა მოინტერესებს, ეს უშუალოდ, ანუ ქრისტეშობის მერე ჩამოყალიბებული დღესასწაულია თუ ქრისტეშობამდეც რაღაც არქაულ დროსაც არსებობდა და მერე უბრალოდ აი რაღაც ქრისტიანობას შეერწყა თუ აი ზუსტად ეგ არის რომ ქრისტიანობამდელი გაცილებით ძველი დღესასწაულია, რომელიც შეერწყა მერე ახლა არ არის კანონიკური სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ მაგრამ ხო მაინც ხდება ეკლესიაში მიდის იქედან იპატიჟებს და ქრისტეს თხოვს ამ ეს ბუნებრივი მოვლენა იყო, იმიტომ რომ ხო, ნუ ეკლესიასთან სალოცავთან მიდიან რომ მოიპატიჟონ. და აი მე თქვენთან რო ვიყავი. თუმცა იმდენად ადამიანური და იმდენად აი როგორ გითხრა, იმდენად კარგი დღესასწაულია და ადამიანური თვალსაზრისით რომ თუ კი ქრისტიანობა მართლა იმაზეა დაფუძნებული მიტევებაზე და მსგავს თუნდაც ახსარებასაც კი აძლევი მათ, იმიტომ რომ უყვები შენს რაღაცა შეცდომებს, ხო? თუ კი ეს ქრისტემდე გქონდა მართლა სამაყოც კია და ნუსწინწონებს. ხო, არა, ჯერ ხა ქრისტეს შობამდე ისტორია გვაქვს საქართველოს და ძალიან დასაფასებელი. მაინტერესებდა რომ საიდან იყო. ხო, ანუ ძალიან და ანუ ეს ის კი არა, ხა ძველი აღთქმის უამრავი დღესასწაული დღემდე გვაქვს შენარჩუნებული სვანეთში და ქრისტეს არ გაუუქმებია ძველი აღთქმა, უბრალოდ თან არსებობს ერთად. ზუსტად. და აი რო ხო თქვენთან რო ვიყავი სტუმრად ლიფანალზე, ანუ მად იმ სუფრიდან რაღაცებს ვიღებდით. აუცილებელია იქიდან აიღო. ანუ ეს იცი რა, თან როგორ გითხრა, მათთან ერთად ხარ, თან მათ საკვებს იზიარებ. და სხვათა შორის იყო ნათქვამი, რომ აუცილებელი იყო ბევრი გეჭამა იქიდან, რომ ისინიც ისე მიირთმევენ მე. ის მომენტიც ხო არა, თან შენც რო იღებ საკვებს, რომ მათაც მიუვათ ეს ხო და ალბათ ისეთი კერძებით მზადდება, ალბათ რაც უყვარდათ, ხო, იმ ოჯახში გარდაცვლილ ადამიანებს. ყველა ცდილობს, ანუ აი ნახე, მე ჩემს ბავშვობაში მაგალითად მეშინოდა, იმიტომ რომ მამა ჩემი რომ მოიწევდა ამ სულებს, ელაპარაკებოდა როგორ იცით, აი ტირილსაც იწყებდა რაღაცა მთელი გულით, მთელი არსით, რაღაც ჩაბმული იყო ამაში. მე სიმღერით, მე რაღაც. ხო და ეს ჩემთვის იყო ძალიან უცნაური, იმიტომ რომ მე იქ ვისაც ელაპარაკებოდა მამა ჩემი არც ხედავდი და არც ვიცნობდი. ან შიში მქონდა ერთგვარი. მესმის ხო. იმიტომ რომ
უმცროსი ვიყავი ჩემს ოჯახში და არ მქონდა ნანახი პირადად მე სიკვდილი ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მე დავიბადე მაშინ გარდაიცვალა ბებია ჩემი და და მამა ჩემი რომ გარდაიცვალა, უკვე ეს კონტექსტი უკვე ცხადი გახდა იმისი, რომ მე უკვე ვიცოდი ვის ველოდი. ანუ ეს არის უწყვეტი ჯაჭვი თითქოს, არასოდეს არ წყდება, ანუ არც სიკვდილი და არც სიცოცხლე თან არსებობს და სვანებს ეს გვაქვს იდეალურად დალაგებული, რომ კარგად ვიყოთ ერთმანეთთან. ხო, ზღვარია თითქოს მოშლილი რა, ანუ აი ჩვენ ესე ხო არის თქვა პირობითად ბარში რო დავარქოთ, რომ აი გარდაიცვალა და სადღაც წავიდა რა, გაქრა. ცალკე არის მიუწვდომელ ადგილას, ხო? ხო, და აქ რაღაცა დღე არის, როცა თანხმდება ეს რა, ანუ ერთად არიან სიცოცხლები და გარდაცვლილები და სიგი. რაღაცა მორიგება ხდება ერთმანეთში და სიცოცხლის და სიკვდილის და მექსიკაში ხო არის მსგავსი დღეს სწავლი მკვრების მიმართ და ბევრგან არის კიდე ხო? კი, ბუდისტებსაც აქვს, აი ძალიან მსგავსი. იაპონიაშიც არის. ხო, იაპონიაშიც უეჭველი იქნება წინ. ხო და რა მაგარია ჩვენც რო ჩვენი ეგეთი და როგორ არ არის პოპულარული რა, მაინც და აი ჩვენი ის არის რომ ეს პოპულარული გახდეს. და ანუ ხო, ერთი რო იღებ ამ საკვებს და მე თან მიდის უკვე ისტორიების მოყოლა, ხო? ანუ აუცილებელია, ანუ ისიც ჩვენ გვაქვს ორი მუსიკა არის აუცილებელი მაგ დღეებში, წყნარი მუსიკა და გვაქვს ორი საკრავი, ასე ვთქვათ, სვანები, ძველი სვანური საკრავების, ჭუნირი და ჩანგი და ჭუნირი არის თამხლები ამ ბალადების გრძელი ამბების მოყოლის. ანუ შეიძლება ჰანგი ერთი და იგივე იყოს, მაგრამ ძალიან გრძელი ამბები მოყვა ჭუნირის თანხლებით. ეს რაღაცა თითქოს მედიტაციურიც არის, რაღაცა გადაყავს და ამ ჭუნირის თანხლებით უყვებოდნენ ამბებს რა გადახდათ. ვაუ. იმ წელს თუ იმ წელს თუნდაც და თან საგმირო ამბებს ყვებოდნენ იმათზე, ვინც ყავდა სტუმრად ამ შემთხვევაში. თითქოს აი რაღაცა ერთიანობა იქმნება ამით და თან ზოგჯერ ვფიქრობ, რომ როგორი მაგარია ახლა, რომ ვიცი ახლა გარდავიცვლები და მომიპატიჟებენ რა პრობლემაა. სახში ვიქნები. ურთიერთობა იქნება. ხო და ეს ძალიან იმედის მომცემიც არის სიმართლე გითხრა რაღაც. ხო და თან ამას ხო განცდაც ახლავს, ეხა შენ რასაც იძახი რა, სიცოცხლის, რომ ნაღდად ხდება ეგ ყველაფერი, რომ მეც ვნახე რა, ვიცი, ხა მე ჩემი პირადი გამოცდილება არის რა. ხო, შენ ელაპარაკე, შენ არა, მე ანუ მითხრეს რომ მოიწვიეო შენიანიო და ეგ გავაკეთე განზრახვა, მაგრამ შევედი თუ არა ის უფრა რო ქონდათ გაშლილი, ანუ იქ სხვა არ ვიცი როგორ აღხსნა ეს. ან დარწმუნებული ვარ შენც იგრძნობდი, იმიტომ რომ შენც განატიფებული გაქვს ახქმა რა, ანუ აი რაღაცა სხვა ველი იდგა რა, ანათებდა ის უფრა რაღაცნაირად და იგრძნობოდა რომ აი ხო არის ხა რაღაცა რომ ცარიელი ოთახია. და ხო არის რომ შეგრძნება გაქვს რომ კიდე რაღაცა არის რა ამ ოთახში. თანამყოფობა იგრძნობა. სუდი და ძიმე და ის კი არა რომ რაღაც მოჩვენებები და აი რაღაცა აი კარგი ის აი ახლობლივ. ამის გამიჯვნა აუცილებელია, იმიტომ რომ რაღაცა ბევრს გონია რომ რაღაც თეფშებს ვატრიალებ და სულებს ვიწახ. არა ხო რა თქმა უნდა. მართლა ერთხელ მკითხეს კიდევაც და ცოტა შეშინებულები რო გეკითხებია რომ ხედავთ ეგეთებს და მსგავსი არაფერი არ არის ხალხო იქ ჩვეულებრივ სულის არსებობა ნებისმიერ რელიგიაში არის მიღებული და ეგ ჩვენც არ განგვასხვავებს ამ შემთხვევაში და სხვათა შორის არის ესეთი ნათქვამი რომ 64 ქრისტემ გააკეთა სვანებში, ანუ ლაქუნ ქრისტე დანსყე ეს სვანურად იძახიან და ქრისტე ითვლება როგორც სულების ღმერთად. ის განაგებს ამ სულებს. ხო და იმ მარტო ლიფანალი კი არა, მთელი ცხოვრება ემზადებოდნენ ჩემი აი წარმოგიდგენიათ ქალები, რომლებსაც ჰქონდათ სამგზავრო ჩემოდნები გამზადებული. გრძელი გზისთვის, ანუ იმ ქვეყნად რო წავიდოდნენ, რა ეცნეოდათ და რა ეკნებოდათ. თუ რამე კარგ ტანსაცმელს შეხვდებოდნენ, ყველაფერს ინახავდნენ იმ ეგრეთ წოდებულ ჩემოდანში. და ნუ მუდმივი მზადება იყო იმ ქვეყნად, რო წასულიყვნენ იმისთვის. ის კი არა, თუ შთამომავალი არ დარჩებოდა ხო ვიღაცას. არჩებოდა უკან, ანუ შვილი რო არ ჰყავდა, ქელეხს იკეთებდა საკუთარს. დაპატიჟებდა ჩვეულებრივ ხალხს, ცოცხალი ადამიანი, დაჯდებოდა სუფრის თავში და ქელეხი იყო მისი, ანუ შესანდობარს ეუბნებოდნენ. ასლაპარე.
საოცრებები ხდებოდა ამ კუთხით და ყველაზე მეტად რაც მომწონს ზოგადად ამ ამბებში, ახლა დიფანალის ცოტა გადაუხვიათ, ხო? კარი არ უშავს. არა, ისე არა, მე დაუბრუნდი და რაღაცები მაქვს კიდე მან. საკითხი. ქელეხს რადგან ვახსენებთ, ახლა ქელეხში იყო ესეთი წესი სვანეთში, რომ ცხვებოდა პური, როგორც ცოცხალ ადამიანთათვის, ასევე ცხვებოდა ცხოველებისთვის, განსაკუთრებით ძაღლებისთვის. და ერქვა სამადლო პური. ანუ იმ სულის საპატივცემულოდ ყველა ცოცხალი არსება, რაც იმ სოფელში ცხოვრობდა, ძაღლიან, კაციან, ყველა უნდა ყოფილიყო დაპურებული. ეს იყო მთავარი არსი იმ ქელეხის და არა რაღაცა ეხლა რომ ქორწილის სულები. ანუ ის რომ იმ სულის საოხად ეს იყო აუცილებელი, რომ შენ მადლი გაგეკეთებინა არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ძაღლებისთვის და ლეიდუნი ერქვა ეგეთ პურს, ძაღლის პურს. აუ რა მაგარი, რო ეგ სახელი. აი, ყველა კმაყოფილი უნდა ყოფილიყო. ყველა არსების დაკმაყოფილი. ძალიან გავს ბუდისტურ, ხო, ძალიან. და ამ ქელეხების დროს სრულდებოდა ხო ალბათ რაც სიმღერები თუ არა? აი ხო, ჩვენი ზარი ხომ რაღაცა განსაკუთრებული. იმიტომ რომ მუსიკა და სიმღერები ხო ძალიან განუყოფელი ელემენტი მგონია სვანური კულტურის და ეგეთ სარიტუალო ზარი რომელიც არის უნიკალური პოლიფონიური მოვლენა. ეგ არის ფალიაშვილი ძახის სხვათა შორის რომ ეს არის სულის მგზავრული. და ეს ყველა სოფელს ჰქონდა საკუთარი ზარი და ეს იყო ეს დღემდე მადლობა ღმერთს რომ არსებობს და ერთი ჩვენი მეგობარი ის გერმანელი პროფესორი იკვრევდა ზარს, არა მარტო ზარს, სხვადასხვა სიმღერებს და ლარინგო მიკროფონებით აქ იწერდა რაღაც ბგერებს ზომავდა და დაწერა თავის ნაშრომში რომ ზარი არის პოლიფონიის ადამიო. ანუ ეს იმხელა ამბავი იყო ხო პოლიფონიის ადამი. ხო და ხო მოკლედ ხო მოდი კიდე დაუბრუნდეთ რა ამ ლიფანელს ხო ანუ ეხა მან კიდე თქვენ რაც მითხარით იქ იყო ესეთი რაღაცა რომ ანუ რომ მოიწევდნენო ამ სულებსო რაღაცა სამსჯავრო მიდისო სადაც ამ სულებმა ეს ოჯახი უნდა დაიცვან რა სამსჯავროზე აი მაგაზე კარგად როგორ მოკლედ შაბათს სულები, ყველა სული მიდის საღამოს შაბათს მიდიან სასამართლოზე. ანუ ჩემი სულები, ჩემი ვისაც ვიწევი. ლიფანალის ღამე ისა არა, როცა დადგება შაბათი. როცა ოკეი, ხო. წელს ვერ წავიდნენ. იმიტომ რომ ეგრევე შაბათი უწევს. კვირას იყო და სხვათა შორის არ უყვართ, როცა ესეთი მოკლეა. მაგაზეც მინდოდა კითხვა. ხო. ხო, ეგეც აუცილებელი. და შაბათს მიდიან ლალხორი ჰქვია, სულთა საკრებულოს. ლალხორი, სადაც განიხილება ყველა ოჯახის ბედი. და შენი სულები, შენი დამცველები არიან იქ, შენი ადვოკატები, რო ვთქვათ. შენი წარმომადგენლები. ხო, რა სიგიჟე და ვინ აკეთებს? თვითონ აი საჯული ვინ არის? ხო არის? ნუ ახლა რამე არის ეგეთი, ხო? ხო, არ ვიცი, მაგრამ სადღაც მითოლოგიაში ხო არ არის რამე? არა, მსგავსი არაფერი არ არის. ყველას აქვთ, ანუ ამ შემთხვევაში რას აქვს ჩემი აზრით იცით მნიშვნელობა, რამდენად გჯერა ამ ყველაფრის. არა, ეგ რა თქმა უნდა, რამდენად ხარ მათთან კონტაქტში, რამდენად ასრულებ მათებურად რაღაცა წესებს და ასე შემდეგ. იმდენად უფრო ახლოს არიან შენთან და უფრო გიცავენ ალბათ ამ სამყაროს უფრო იცავენ ვიდრე და შენ რო ანუ ეს ოჯახი რო დაიცვან იქ როგორც თქვით, რომ ეს სულები უნდა იყვნენ ყურადღება მიქცეულები, ხო? რა თქმა უნდა. დაკმაყოფილი ესენის პატივდადებულები, ხო? ხო, რომ ხო, დაგიცვან უფრო ძლიერები იყვნენ. ხო და სხვათა შორის შეიძლება გადახტომა გაკეთება. მოკლედ ერთი ჩვენ გვაქვს სვანეთში წეღან ვილაპარაკეთ პოდკასტამდე რაღაცა ფოლკლორული ტურები, სასიმღერო ტურები, ასე ვთქვათ და ხშირად გსტუმრობ საერთაშორისო ჯგუფები და ვასწავლეთ რაღაც სვანურ სიმღერებს. ხო და ერთხელაც ფრანგული ჯგუფი გვყავდა და ერთი ძალიან ლამაზი ქალი
რაღაც ისე შემოგბედასავით, რომ თქვენ რომ მღერითო დებიო. თქვენთან ერთად კიდე ვიღაცები მღერიანო. ხო მე რაღაცაო მესამე რაღაც მაქო განვითარებულიო და უყურებო ხოლმე რაღაცებს რომ არ შეგეშინდეთო ჩვეულებრივი ხალი ვარო მოკლედ. ხო და მე ძალიან დავინტერესდი და მოუყევი ლიფანალის ამბები და ძალიან დაინტერესდა სხვათა შორის და თქვა რომ უნდა დასწრებან. ახლა არ მეგონა რომ ჩამოვიდოდა, მაგრამ ჩამოვიდა იანვარში სამთარში თან სვანეთში. ხო და მე და ეს ხალი ვიყავით მარტო რაღაც პერიოდი ამ ლიფანალის დროს სახლში ჩემთან სვანეთში და თან ცოტა მართლა მისტიურია ის სახლიც, ახლა ძველი სახლი, კოშკი, რაღაც მართლა ქმნის იმას რა, რაღაც სხვა ველია საერთოდ ვიბრაციული იქ მაგალთებში. ხო და ეს ხალი იჯდა და აკეთებდა ჩანახატებს. ანუ ჯერ მკითხა რომ შეიძლებაო წავიდეო მეცო და მოვიწვიო? კი მეთქი ვინც კიდე მოიწვიო თქო რა პრობლემაა თქო ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ჩემებს სტუმარი უყვარდა თქო და პრობლემა არ არის. ო მოიწვია და მოვიდა ბეთნიერი რომ მოვიდაო ბებია ჩემიც მოვიდაო რაღაცა მამა ჩემიცო რაღაც ანუ ყველა დაინახა. ხო და მე ჩანახატებს აკეთებდა. ხო და სიმართლე გითხრა ადამიანები ვართ არ ვიცი მიუხედავად იმისა რომ ამ რაღაცა გარემოში გავიზარდე მაინც არ მჯეროდა თითქოს ამ ქალის რო ხედავდა იმიტომ რომ მე ვერ ხედავ. ხო და მაინც ნუ რაღაცებს რომ ამბობდა ისი გზის იქის ნუ იცის ალბათ ჩემი ოჯახის ისტორია და ნუ ხდება ახლა. და ლალხორის წინ არის სასამართლოზე რომ მიდიან რაც ვერ ეცოდინებოდა, ანუ რომ ღერიან, როცეკვავენ, რო უხარიათ ესენი ლოგიკურად ახლა ჩვეულებრივი ამბავი იქნებოდა, მაგრამ რაც ვერ ეცოდინებოდა, იქნებოდა, რომ დედაჩემი მაშინ ახალ გარდაცვლილი იყო და ვერ ეცოდინებოდა ვერაფრით, რომ დედაჩემი იყო ახალგაზრდობაში მოჭადრაკე დაუშვათ. რა თქმა უნდა. და უცებ სანდრინი ამბობს. დედაშენს უნდა ჭადრაკის დაფა. ვაიმე. და რატომ სანდრინს ვეკითხები და სტრატეგიისთვის ჭირდებაო იქ ლალხორზე როგორ დაგიცვას. მად მივხვდი რომ რეალური იყო. მე უკვე სპორტული ინტერესი გამიშთა რომ აი მოდი ახლა სხვა ოჯახებში წავიყვან. ხო. სადაც ნუ არ იცნობს არავის ხომ და მივედით რამოდენიმე ოჯახში მართლა ისეთები თქვა რომ საოცრებები და თვითონ იყო ძალიან ბედნიერი რომ აი ეს აღასრულა აქ და ამას უკვე იმდენ ხელა პოპულარიზაციას უკეთებს რომ ეხლა საფრანგეთშიც აკეთებენ ლიფანალის თავის სამეგობრო ყველა. ხო. მაგას არ ჭირდება ხო როგორც ხვდები კონკრეტულ ლოკაციაზე ყავ ყველგან შეგიძლია გაკეთება. შეგიძლია ეხლა სვანი სადაც ცხოვრობს ნებისმიერ ადგილას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყველა ასრულებს ამ ლიფანალის. უცნაურია მაგრამ არასოდეს არ ქონია მაგას წყვეტა. და მოპატიჟება მაშინ იქ როგორ ხდება? მოპატიჟება გარედან უბრალოდ აივანზე გადიან და ხო ანუ ტაძარში მისვლა აღარა საჭირო. უბრალოდ განზრახ. უბრალოდ განზრახ. და რამ 18 იანვარი რამე ანუ კოსმოლოგიურად რამ დღე არის ისეთი რა მაინც და მაინც ექთარილი თუ ვერ გეტყვით ახლა მაგას ნათლის დღეების წინა დღე არის და უბრალოდ ნათქვამია რომ მაგრამ ქრისტიანობამდე რა იყო საინტერესო. აი საინტერესო რატომ შეიძლება მაგდროს რაც გაფაქიზებული ან უახლოვდება ის განზომილება სადაც მიცვალებულები არიან ჩვენ მიწერ განზომილებასთან ახლოსაა რომ გადმოსვლა უფრო მარტივი არ ვიცი. სხვათა შორის პირველ დღეს ქვია ადგომ. ადგომ. ანუ აღდგომა. ვა, რა შესაძლებელია კალენდარიც იყოს შეცვლილი რა. ანუ ვერ გეტყვით. ანუ მაგას ჭირდება დიდი კვლევა. ხო, მაგრამ ის რომ დღემდე ეს ცოცხალია და ცოცხალი პროცესია და ყველას ჯერა, ეგ უკვე დამჯიშნულოვანია. და რამე ისეთი ისტორიები არის, რომ თქვა ეს ლიფანალი, ვისაც არ გაუკეთებია და იმ ოჯახს დიდად ისე კარგად რომ საქმე არ წასულა. ან რაღაცა ეთქულებები. მაგალითად მე ჩაწერილი მაქვს ბევრი ისტორია, აი დაუშვათ რომ გადავიდნენ სხვადღაც აი ეკომიგრანტები ან სხვადასხვა სოფელში ან სადღაც თავიდან რო არ აკეთებდნენ და მე სიზმარაში ეცხადებოდნენ ეს თავიანთი მიცვალებულები რომ აი რატო არ დამპატიჟე.
და იმის მერე, ყველა საგრძნობინებენ თითქოს ვინც შესაძლოა შეწყვიტოს ეს. ხო და აი ეხლა რის თქვა მინდა რა, ეს რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, ეს ხდება ჩემი კვლევით, არაერთწლიანი კვლევით ხალხთან მუშაობის ყველასთან, აბსოლუტურად ყველა ოჯახში და ეს ყველა ოჯახის გარდაცვლილს სჭირდება ყურადღება და დაფასება და პატივისცემა და გახსენება და ასე შემდეგ და იმათ პრობლემების განხილვა და მოგვარება და ასე შემდეგ. აღიარება და ეს კიდე ცალკე თემა არის რა და ეს სჭირდება ყველას. იმიტომ რომ ყველგან თუნდაც რუკებში ასტროლოგიაში გამოკვეთილია თუნდაც ერთი ადამიანი გვარიდან რომლის რაღაცა კარმული ან რაღაც მიდრეკილებები გადმოსულია კონკრეტულ ადამიანზე, ესე ვთქვათ რა, კონკრეტულ ადამიანთან და უბრალოდ სვანეთში რახან ხდება ის რომ ეს ტრადიცია თქვენ გქონდა და გაქვთ მათი მიცვალებულები უფრო აქტიურ კონტაქტზე არიან და რო არასრულებენ უფრო გამოდიან კონტაქტზე და ეუბნებიან რომ გვაკლია ეს და ჩვენთან რომ დამიწებული ცნობიერება რო გვაქვს ქალაქის და ეს და რაღაცა ისინი უკავშირს ესე ვერ ამყარებენ ჩვენთან რა და ესე კარგად ვერ გვაგრძნობინებენ მაგრამ სხვანაირად გამოიხატება ბედზე იმაზე ამაზე და ცხოვრებაზე და აი ეს მოკლედ რავი ეს რიტუალი უნდა ჩემი აზრით აღდგეს რა მარტო სვანეთში კი არა ანუ საქართველოში რა უნდა რა ანუ ღამე უნდა ერთ დღეს მოიწვიო, გაუშალო, პატივისცემა ხო ხდები, ანუ გაკეთებადი არის. ან კიდე რა არის, იცი? აი გენეოლოგიის უნიკალური შენარჩუნების მაგალითიც არის, იმიტომ რომ აი ჩვენ ახლა ეს თაობა რამდენად ვაკეთებთ ამას არ ვიცი, მაგრამ აი მამაჩემის თაობა მაგალითად მამაჩემი ითვლიდა სადღაც ჩავიდოდა დაახლოებით ერთი 12 თაობას მაინც ყველას. თამარ მეფის. და ყველას იწვევდა. ხო, ყველას იწვევდა. და ეს ხო იცი მე ვისი შვილი ხარ, ვისი შთამომავალი ხარ, იქამდე საერთოდ რაღაც. ეს იყო რიტუალი, ესე ვთქვათ, რომ იქ გეთქვა მაგათი სახელები. ხო და ეხლა უკვე ვინც ახლობელია, ვინც იცნობ, ვისაც იცნობ, იმათ იწვევენ ალბათ, მაგრამ ეხლა ძალიან ცოტაზე ვიცით რა, წინაპრები რა, დიდი ბაბუა, მაგდა, იმის მაქსიმუმ. ანუ ოჯახმა თუ არ შემოინახა ხშირ შემთხვევაში. მე ამ ლიფანალის გამო ძალიან შორს ვიცი. ხო და აი თქვენ აი ტრადიცია მაგას ინერჩუნებს და ძალიან მაგარია. ხო და აი ხო, აი რაღაც. ესეც ერთგვარი ფოლკლორია, იმიტომ რომ რამე სხვა, ანუ ეს სხვა არ ერთი დღე, როდესაც უშუალოდ ხდება მათთან საუბარი, მოპატიჟება სუფრაზე და მე წლის განმავლობაში კიდე არის რამე სხვანაირი დღესწაული, სადაც მიცვალებულებისთვის კეთდება ისევ რამე, რომ როგორც ანუ ჩვეულებრივ ეს აღდგომა და მსგავსი რაღაცები კი. ანუ ცოცხალი არის ეს პროცესი. რას ვამბობ კიდევ ერთ ვიტყვი ანდრობოდიში, სანდრინი იძახდა სხვათა შორის რომ მოვიდნენ ეს სულები, რასაც უყურებდა თვითონ. ძალიან უხარიათო ერთმანეთის დანახვა, იმიტომ რომ იქ ერთად არ არიან. ეგ რასაიწყება. არა, ხო, მაგაზე მეც ანუ იქ სად არიან, ჯერ ეგ ხო არ ვიცით. ნუ და როგორ უხარიათო თქვენ არიცი თუ ერთმანეთის დანახვა. ეგ ძალიან საინტერესო. რამე ხო არ დამეტებით ხო ერთი რატო არ არიან ან რატო? ანუ ზოგი სხვადასხვა შეიძლება ლეველზე. ხო, სხვადასხვა შეიძლება განსაწმენდელშია ზოგი უკვე ხო, ნუ ეგ ხო, აი როგორც ნოს-სოლარი, აი ეხა ფილმი რაც ვნახე ჩიკუ ხავიერის შენ სივრცეში რაც იყო ნოს-სოლარ რაც ქვია და ხვალ უკვე ეს. არა, მაგრამ ვისაც შეუძლია ნახოს ძალიან მაგარი ფილმი. ეს პოდკასტი ხო ამ ფილმს ურჩიოთ ხო ხალხს რომ ნოს-სოლარის ჩიკუ ხავიერი იყო ესეთი ბრაზილიელი ექსტრასენსი და 2002 წელს გარდაიცვალა, მას აქ წიგნები დაწერილი და ამ წიგნების მიხედვით არის აღწერილი გარდაცვალების სამყარო, როგორ გადადიან, იქ როგორ აგებინებენ, რო გარდაიცვალნენ, მერე შრეებზე როგორ ხდებიან და მეორე ნაწილში კიდე სულის ჯგუფი როგორ ბრუნდება დედამიწაზე, როგორ გარკვეული მისიისთვის და მთელი ამბები და ამ ორივე ფილმს რეკომენდაციას უწევთ ჩვენ. მანდაც ხო არის ანუ ეხლა პატარა სპოილერი იქნება, მაგრამ მიცვალებული ერთ მომენტში მიდის ამ მატერიალურ სამყაროში და უყურებს აი სიტყვაზე მაგის ცოლს როგორ არ აინტერესებს და ეს ძალიან წყინს და მე რო ნახავთ რომ მაგის შვილებს კიდე ახსოვ და იხსენებენ, აი მის სულს ახარებს ეს და ეგეთი დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია. ან ზოგისთვის შეიძლება ხო პრიმიტიული იყოს, მაგრამ ნუ კულტურის ნაწილი არის ახლა რომ და ეგ არის ზუსტად რასაც აკეთებთ თქვენ. სხვათა შორის ახლა გამახსენდა ერთი როცა სახლიდან შორს გარდაიცვლებოდა ადამიანი დღესაც ეგრეა.
სვანები ვთვლით რომ მას სჭირდება დახმარება რომ მოვიდეს სახლში სულს, იმიტომ რომ 40 დღე ის არის დაბნეული და დახეტიალობს. ამისთვის რას ვიყენებთ ახლა ჩვენ? ვიყენებთ მამალს და ჩანგს. მამალი არის ამ შემთხვევაში ჭურჭელი, რომელიც პოულობს სულს და მამლის მეშვეობით მოყავთ სახლში. აი მაგალითად გარდაიცვალა კლინიკაში ადამიანი. და უამრავი მაგალითია ამისი, ან სადღაც ტყეში, ან კლდეზე გადაიჭიხა, ნების სხვა ქვეყანაში თუნდაც მიდიოდნენ სვანები, მამალი მიყავდათ და რაღაც გალობით ჩანგთან ერთად, ჩანგი ამ შემთხვევაში ძალიან საკრალური მნიშვნელობის საკრავია, იმიტომ რომ სვან რა თქვია, შიმექვშე, კლავ მოტეხილი. და ესე უკეთ ერთი ბიჭი იყო ჭაბუკი, როსტომი, რომელიც წავიდა ომში და აღარ დაბრუნდა. მამამ გადაწყვიტა რომ ეპოვა მისი ცხედარი და სული დაებრუნებინა სახლში. მიდის მამა, მარტო პოულობს კლავს. და გამოაბამს თავისივე წვერებს, იმას რა ქვია, თმებს ამ კლავზე და გააკეთებს ჩანგს, ან ორფეოსი ყავს ჩვენებული. და ეს ჩანგი ამ შემთხვევაში ანუ სულის საკრავია, რომელიც რაღაცა არ ვიცი ვიბრაციებს ეთყობა. და მამალი ჭურჭელია, რომელშიც შედის ეს სული და 40 დღე რჩება. ანუ ფაქტობრივად შენ ეხმარები იმ გარდაცვლილის სულს, რომ იყოს ოჯახურ სივრცეში და არ იხეტიალოს და არ იყოს დაბნეული. ხო და თუ თავს არ შეგაწყენთ ახლა ჩემს პრაქტიკასაც მოგიყვებით. საინტერესო აღონ. მოკლედ, რადგან ეთნოლოგი ვარ, ბევრი მასალებს ვიწერდი, ასე ვთქვათ, იმ სოციუმში, სადაც აღვიზარდე, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ ხშირად როცა მეცნიერები ჩადიან იქ, ასე თუ ისე ყველას აქვს ახლა ინფორმაცია, რომ ეს ახლა მე რასაც მოუყვები, ამ ინფორმაციას ეს უცნაურად მიიღებს და დასაცინი ვიქნები და ანუ ბევრს ფიქრობ ამ დროს ადამიანი იქაური. იმიტომ რომ ბევრი გამოცდილებაა მაგისი და ხშირად არ ეხსნებიან ბოლომდე სხვას. მაგრამ როცა ხარ იქ აღზრდილი და იმათიანი, უკვე ბევრად მარტივია ეგ მათთვის. ბევრი ისტორია მაქვს ჩაწერილი თუნდაც ამ სულის გადმოყვანის თემაზე. და ერთი ქალი იყო დარიკო ერქვა, ჩვენი ნაცისავე იყო, ბიცოლად გვეკუთვნოდა და ეს დარიკო გარდაიცვალა აქ დიღომში ერთ-ერთ კლინიკაში. და რო შეგვატყობინეს მე ჩემი ძმა და ჩემი და წავედით მანქანით ახლა და ვამბობ მანქანაში რომ ვაიმე დარიკოს როგორ ჯეროდა ამ რაღაცის და ახლა აქედან ვინ გადაიყვანს მაგის სულს ახლა კლინიკაში ვინ თქვი და დავივიწყებ უკეთ მე ხო და ამ ჩემ ძმას ჩაუდია ეს გულში და ვცებ კლინიკის ეზოში გაჩნდა მამალი. დაიწყეს ახლა ჭიდილი ესე ვთქვათ სვანურად კლინიკის ადმინისტრაციასთან რომ ანუ სული უნდა გადავიყვანოთ და ესე გიждებია რა კაცო. რანაირად ახლა იქ გალობით და მამლით რეანიმაციაში როგორ შეგიშვათ გამორიცხულია. თან მე ვითომ არ მეხება განძებთ გავართ რაღაც და ბოლოს დაითანხმეს ეს კლინიკის ადმინისტრაცია რომ კაი 3 ადამიანი შეიძლება ავიდეს და ვაჟა არის ერთი ხუცი კაცია რომელიც იცის ეგ ამბები ზედმიწევნით და უცებ ვაჟამ წამოიძახა რომ ანა და მადონაცო იმიტომ რომ გალობა არის საჭირო და ვაიმე და მამალი რომელიც მართლა მკვდარივით იყო აღმოჩნდა ჩემი დიზიღლის ქვეშ უცებ რომელსაც ეშინოდა ფრინველების, მაგრამ იმდენად მკვდარივით იყო ეს მამალი, რომ ჩათვალა რომ აღარ იყო საშიში. მეოთხე სართულზე იყო ეს რაღაც ადგილი, სადაც ეს ქალი გარდაიცვალა. და კიბეებით ავდივართ ეს გაუცებული სახეები ხალხის და მამა, ცოცხალი მამალი და სანთლები და რაღაცა და ეს ვაჟა გვარიგებს ახლა გზად რომ იქ რო ავალთო, მე რო ლოცვას დავიწყებო, მამალი მოგცემსო ნიშანსო. და ელაპარაკეთო როგორცო დარიკოსო. ხო და ახლა უსმენ, მაგრამ ხო ხვდებით ახლა როგორც. და ძალიან ჩამოფხატებული მაგ ეს რაღაც ქუდი და
ნუ დერეფანში რო ავედით სივრცის რეანიმაციის, ესე ვთქვათ, მორიგი ექიმი გამოვიდა, რომ შიგნით თუ გამორიცხულია ვერ შეგიშვებთ. ეს ვაჟა აბა ყველა მოვსულვართ მაშინ და მოგლეთ. არაო, ვერაო და ეს ჩემი დაც ვაჟა რა უჭირს აქ და სული აქაც მოვა და ნუ მოგლეთ. ოღონ ჩათავდეს ეგ პროცესი და რაღაცა მარტივად მაშინ კარი მაინც გამოაღეთო. ნუ კარი გაღებაზე ხო. და ეს მორიგი ექთანი წავიდა კარი უნდა გამოაღოს, ვაჟამ აღაპყრო ხელები, სანთელი ანთო რომ დაბადარიკო შენს მოსაყვანად მოვედით, წამოგყევით და აი მამალი რო აფოფრდა და აკრიახდა ღმერთო, აი ძაღლი ვიტყებდა ეს მამალი. აი იცი რეები ქნა და ეს ჩემი და თან შეშინებული, თან სირცხვილი, ბევრნაირი ემოცია ის რო უნდა ელაპარაკოს, ეხლა დარიკო რო არის, დარიკო პიცოლა გეხოცები აქ ნუყვირი სირცხვილია. მამალიც არ ჩერდება თან. გამორბის და ეს ჩემი და გაიქცა კიბეზე მამლით ხელში. ანუ წარმოუდგენელი რამე ქნა. მაგრამ ანუ მამალი ესე იგი ესეთი ოველია რომ პირველი რომ გძნობს ამ მე რაღაცები ვნახე სხვადასხვა და რაღაცა ფოსფორი თუ რაღაცა აქვს რომელიც აირეკლავს ამ სულს თუ იღებს. ხო, იმიტომ რომ რატო არა სხვა ფრინველი სიტყვაზე, ესე იგი მამალთან არის რაღაცა. ხო. და ის მე წამოიყვანეთ მე წაიყვანეს სვანეთში ეს მამალი. მაქედანვე ეგრევე? ხო. გადაიყვანეს სული, აი სულთა შამანური შუაღამე მაღვიძებს ეს ჩემი და რომ რა გარანტია გვაქვს რომ მარტო დარიკო სული წაიყვანა, ისეთი ამბავი აკეთე. უკეს გაიკითხვა. და ამამალს მე უშვებენ თუ რა ბედი ეწევა. 40 დღის მერე ის გადამიხდება ჩვეულებრივ. უბრალოდ მამალი აღწერას უბრუნდება მამლის. ის ხდება ქათამი. ვახ, რა საინტერესოა. მერეც ეს მამალი ძალიან საოცრებებს აკეთებს ხოლმე, რაღაც იქ სახში რომ მიდის და შინაურულად არის, ხო? შინაურულად არის ადამიანებთან და ასე შემდეგ, რომელიც წარმოუდგენელია, რომ მამალმა ჩვეულებრივ დროს ქნას. მესმის. მე მაქვს ერთი კითხვა, იმიტომ რომ ახსენე ძალიან საინტერესო ორფეოსი და ეგ დაკვირვებული ვარ მე, რომ აი კაცობრიობის ცივილიზაციებში რაღაც თითქოს ერთ დროს ჩდება ხოლმე ერთი და იგივე რაღაცები, ოღონდ სხვადასხვა ფორმით დამოკიდებულია სად გაჩნდა. და რაღაც თითქოს ეს ჩვენი კოლექტიური არაცნობიერიდან გამომდინარე დაკავშირებულები მაინც ხო ვართ და ძალიან საინტერესო დაუკავშირა ორფეოსი რო თქვი შენც ისეც ხო ლირაზე მღეროდა და ამ ჰიმნებს ასრულებდა და ჩანგი შეიძლება მაგ დროს შეიქმნა ჩანგიც სვანეთში იმ დროინდელ სვანეთში როდესაც ორფეოსიც ამ ჰიმნებს ასრულებდა და სვანებსაც ხო გაქვთ ჰიმნური საგალობლები ხო და აი რა არის კიდე მაგ საგალობლებში ის იმიტომ ამ ცოტა ხნის მკითხულობდი ესეველების საგალობლებს ჰიმნებს და საოცარი იყო აი ღმერთის მიმართ აი როგორი საუბარი და აი არ ვიცი სასწაული იყო მართლა და აი სვანურში უფრო მაინც ანუ მითოლოგიაზე არის ღმერთთან ურთიერთობის მიცვალებულებზე ანუ რაზე სრულდება უფრო მეტად გაგიკვირდებათ და ძალიან იშვიათად გვაქვს ხოლმე ეს რაღაც სიმღერები რომლებიც ყოფას ეხება ესე ვთქვათ ან love story-ები ესე ვთქვათ არა გვაქვს ხო love story-ები ცოტა გვიანდელი შედეგი არის მე მგონი უკვე ყველაფერი არის სვანურში რაც ან ღმერთის სადედებელი ან დატირება ორი ფორმა გვაქვს ესე ვთქვათ ძირითადად და ბალადე მითოლოგიური ბალადები ხო საგმირო საქმეები საგმირო ეპოსები ხო აი ეხაც აი დაუჭერ თითქოს ღმერთის სადიდებელი არის ზე საკრალური დატირება უკვე თითქოს მიწიერი რომ აქ დატირებდა გმირული მითოლოგიური ეპოსი არის შუაში რაც ხდება უშუალოდ გმირის ურთიერთობა ამ ცოცხალ მითთან რაც სულ არის სვანეთში მაგარია და ნუ ორფეოსიც ახლა იმდენად მრავალფეროვანი მითოლოგია გვაქვს ჩვენ ზოგადად ქართველებს და ამ შემთხვევაში სვანეთში უფრო მეტად არის შენახული
ხო, ბერძნული კოლონიზაციის დროს მარტივად შეიძლებოდა თუნდაც ბერძნებს აეხოთ ჩვენგან ბევრი რამე. იმიტომ რომ ძალიან ერთი და იგივე ტიპის მითოლოგიური პერსონაჟები გვყავს, ავიღოთ პრომეთე თუნდაც, ავიღოთ მედეა ჩვენი იყო ისედაც, მაგრამ მისი პროტოტიპია დალი, ქალღმერთი. ერთნაირი ბუნების არიან აბსოლუტურად. ორფეუსისნაირი არის ვინმე? აი, ჭაბუკი როსტომი. ეგ ჭაბუკი. მე უბრალოდ მეგონა რომ მაგას უკავშირდება შექმნა ინსტრუმენტის, მაგრამ თუ თვითონაც ორფეუსი იყო. ხო, ორფეუსი როსტომ ჭაბუკი. როსტომ ჭაბუკი. გავს ხო აღწერეთ. და იცი რა მაინტერესებს, აი ეს აი მთაში და ძველად რა თითქოს ისე არის რომ ეს ზღვარი მოშლილია რა მითოლოგიურ სამყაროს და რეალობას შორის აჩენ თქვი. და ის მითოლოგიური არსებებს ხვდებიან რეალურად რა. ანუ რეალური აღწერების კი არა რომ რაღაც მოიგონეს. ახლა ხევსურეთშიც რო ვიყავი. ხო, იქაც ეგეთი რაღაცაები იყო, რომ აი გეგონი აი გუშინ წინ შეხვდნენ რა ამ ჭინკებს და ამ რაღაც არსებებს და თქვენთან ასეა ზუსტად იქაც, აი მაგალითად წეგან ვახსენეთ დალი, ქალღმერთი დალი, რომელიც სამწუხაროდ ჩემთვის მიჩნეულია როგორც ნადირობის ქალღმერთი. არ არის ნადირობის ქალღმერთი, ის არის ნადირთ პატრონი და ნებისმიერი მისი ნადირის მოკლისთვის საშინლად იტანჯება. უბრალოდ მას ის ცხოვრობს შეულებრივი ნორმალური ქალივით და მას უყვარდება ხშირად, მას ვისაც ხედავს იმ კლდეებში, ანუ მონადირე. და სამონადირეო წესი იყო ძალიან მკაცრი სვანეთში. მონადირეს თუ ოჯახში თუნდაც 1 გრამი ხორცი ჰქონოდა, ის არ უნდა წასულიყო სანადიროდ. ეს იყო ანუ გამოკვების, კარგ მონადირეს შეეძლო თემი გამოეკვება, იმიტომ რომ ნანადირებს უნაწილებდა მთელ სოფელს. ეს იყო წესი. მონადირეს და რჩებოდა მხოლოდ თავი. ეს თავიც, იმიტომ რჩებოდა რომ წარმოდგენა ჰქონდათ რომ ამ თავი ეს მეორედ მოსვლის ჟამს ეს თავი გაცოცხლდებოდა და ვისა ცოცხალი არსება იქნებოდა ის წმინდა ცხოველი, ანუ ჯიხვი და არჩვი ამ შემთხვევაში. და როცა ცხოველისადმის პატივისცემის დამოკიდებულება იყო, ხო? ანუ როდის ბრაზდებოდა დალი, იცით, როცა 2-ზე მეტს კლავდა ვიღაცა. აუ რა მაგარია რა. ეს იყო ბალანსი ბუნების. ან როცა უკვე ღორობაში გადასდიოდი, ბევრი მინდა მაგ დროს ხო ის სიხარბეში ხო? ხარბი ადამიანი არ უყვარს მას. და ძალიან მიყვარს ეს ქალი, არ ვიცი. ზნობ ხო რაღაც ანუ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მითოლოგიური პერსონაჟი, არა მარტო მითოლოგიურ პრინციპში, იმიტომ რომ მისი ბუნებიდან გამომდინარე ის არის ძალიან სწორი ადამიანი. დალი ხო ხდებოდა მონადირეს, რომელსაც უყვარდებოდა ასე შემდეგ, თვითონ ირჩევს მონადირეს საყვარლად, მაგრამ ირჩევს, ოღონდ არჩევანის უფლებას მასაც აძლევს. როცა ხდებოდა, მას ეუბნებოდა რომ თუ გინდა მე ვიქნები შენი დედა, მე ვიქნები შენი და, ან მე ვიქნები შენი საყვარელი, შენ თვითონ უნდა აირჩიო. და 90% მაინც ლეგენდებისა ყველა ირჩევს საყვარლად, იმიტომ რომ ის არის ულამაზესი. კი ბატონო, თუ საყვარლად მირჩევ, ესე იგი შენ არ უნდა სხვა ქალთან არ უნდა გაეკარო არავის და დალს აქვს თმებში ძალა, ესე ამბობენ. და მისი თმების შეკვეცა შეიძლება მხოლოდ მისივე მაგრატლით. და ამ მონადირეს, უბრალო მონადირეს აძლევს მაგრატელს, რომლითაც შეიძლება თმა შეუჭრას. ანუ მისი სიცოცხლის გამგებლად აქცევს. ვაუ. რამხელა ნდობაა ჯერ. რა ფერის თმა აქვს ეგ ცნობილია? ოქროს ფერი. და არის რამოდენიმე ლეგენდაში, როგორი ვარცხნის დალი თმებს და ეს თმების ნავარცხნები როგორ ცვივა მე ენგურში და მაგას მე რჩვანები ჩვენ პოულობთ. ოქროსაწვის ცხვრის მატყლს რომ მან პოულობს როგორც ოქროს. ხო. თმებს ივარცხნის და ხანები პოულობენ როგორც ოქროს. და მე რეკეთდება ოქროსაწვისი მაგითი. ოქროსაწვისის არსი ზოგადად აქედან არის. ეს არის სინამდვილეში. სინამდვილეში ვინ იცის ახლა მითოლოგიაზე როგორ შეიძლება თქვა სინამდვილეში, მაგრამ ესე მგონია. ხო და მაგრატელი ამ შემთხვევაში არ არის მარტო რაღაცა მაგრატელი. მაგრატელი არის სიკვდილის სიცოცხლის სიმბოლოც, იმიტომ რომ ვიბადებით ჭიპლარი მაგრატლით უნდა გადაწყდეს და რო ვკვდებით იქ ვიღაცა სულს მაგრატლით.
ხო და დალი არის ამ მაკრატლის გამგებელიც ესე ვთქვათ და ამ უბრალო მონადირეს ის აქცევს ეგრეთ წოდებულ მახშით, რომელიც მთავარი არის იმ თემის. მაგრამ როცა ეს თემის მთავარი და იმ პირობას აღარ ასრულებს, რაც დალმა დაუწეს ამას, ერთგულებას, უკვე თემი ხვდება მაგას. და თემს უკვე ეშინია წყალობა აღარ აქვს, ხო? იმის წყალობაც აღარ აქვს და შიში აქვს იმისი, რომ ისინი დაისჯებიან ამის გამო. აი, ბევრი, ვიცით რომ ბევრი წინა ღვთაებები, ესე ვთქვათ, წინა ქრისტიანული ჩანაცვლა მაგალითად ქრისტიანულ წმინდანებში, ასე შემდეგ ის რა, ბევრი ვიცით ესეთი ხომ? მაგრამ დალი ვერ მოხდა ქრისტიანურ კანონიკაში, იმიტომ რომ მას არ გააჩნია მიტევების უნარი. რა საინტერესო. რაც მართლმადიდებლობისთვის ესეთი მნიშვნელოვანია, ხო, ქრისტიანობისთვის ზოგადად. ის არის როგორც სამართალი მთის. დაგიცდა ფეხი, ისჯები. ხო, კანონი არის, მთის ბალანსის კანონი, ხო. ხო და მას მიუხედავად იმისა, რომ ეს კონკრეტული მონადირე ძალიანაც შეიძლება უყვარდეს და არ უნდოდეს მისი ხო რაღაც, მაგრამ არ შეუძლია. სხვა გზა. არა აქვს ეს პატიების უნარი, არა აქვს. უნდა დაისაჯოს, მორჩა. და სჯის. მაგრამ მანამდე სანამ დასჯის, ხდება ესე, რომ მონადირეები ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ვინ ბეთქილი იქნება თუ ვინც არ უნდა იყოს. ყოველთვის არღვევენ პირობას, რაც მისცეს დალს. ყოველთვის ირჩევენ სხვას, მერე ანებებენ ნადირობას თავს. ეს ნადირობის დანებება უკვე თემისთვის ცხადი ხდება, რომ აი ნადირობა იმიტომ დაანება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. და არის ერთი ლეგენდა ბეთქილზე. ბეთქი რაღაც დღესასწაულია, ბეთქილი დგას ფერხულში და ამასობაში ფერხულში, სოფელში, სულა სოფელში შემოხდება თეთრი არჩვი. და ბეთქილის ლაჯებს შორის გაძვრება. ბეთქილმა იცის, რომ ეს მისი ის იქნება, ასე ვთქვათ, სასჯელი. მაგრამ თემიც ხვდება. მაგას ვინ უნდა გაყვეს უკან? ისმის კითხვა თვითონ სიმღერაშიც არის ეგ. რა თქმა უნდა, ბეთქილი უნდა გაყვეს უკან. და ბეთქილი ხვდება, რომ უკან რო გაყვება ეს უდაოდ სიკვდილს ნიშნავს მისას, მაგრამ თემის წინააღმდეგ ის ვეღარ წავა. და მიდის, მიყვება და ხო, ისჯება, ესე ვთქვათ. ხო. მაგრამ დალს აგრეთვე აქვს ესეთი მკაცრად ესე ვთქვათ, მკაცრი ნორმები იმისა, რომ რაღაც ადგილებში ჩავთვალოთ ეხლა თანამედროვე ენით ნაკრძალები, სადაც სასტიკად იკრძალება მოკლა ცხოველის. სადაც მისი სამყოფელია, ესე ვთქვათ, მისი ახლოს არიან რაღაცა, იქ სისხლი არ უნდა დაიღო. მაგრამ შესვლა შეიძლება, ხო, უბრალოდ? შესვლა შეიძლება. და რამე ადგილები არის, სადაც აკრძალულია შესვლა სვანეთში? რა თქმა უნდა. ხო. და ეგეც დალისთან დაკავშირში თუ სხვა? ხო და დალი კიდევ როგორი თემა არის, იცი? ხო განაგებს ამ ცხოველებსაც განაგებს, ოქროს განაგებს, სიმდიდრეს განაგებს, მაგრამ არ უნდა იყოს ხარბი. სიხარბე სძულს მას და ეს აუცილებლად ისჯება. და პირობის შეუსრულებლობა. ეგ არის და იმ ნაკრძალ ტერიტორიაზე, სადაც თუ რამე მოკალი, ხო? არაფრით არ შეიძლება რომ მოკლა და არსებობს კიდე მეორე არსება, ესე ვთქვათ, მაქცია თანამედროვე ენით, რომელიც კამერდეს ვეძახით ჩვენ და კამერდე, რომელიც არის ხშირად ტყის კაცი ან დევის სახით მონსტრი, ესე ვთქვათ, რომელსაც სურს დალისგან ყავდეს შვილი, რომ ეს იყოს ეყნიერების გამგებელი, მე დალის და მისი შვილი, მაგრამ დალს ეს არ სურს. და ხშირად ისე ხდება, რომ როცა შეპყრობილი ეყავს მონსტრს, ეს დალი რომ ხო, იძალადოს მასზე, ამ დროს მაგალითად მონადირე, რომელსაც ესმის კივილი შორიდან დალის ქალის, ანუ ის ეხმარება. და რა შეაიხლა ეს დახმარება, რომ ერთი ამბავია ქავზაი თამლიანი ყოფილა თან სახელი და გვარი აქვს ამ ადამიანებს ყველას. მითოლოგია უძახეთ ახლა.
ქავზაი თამლიანი, რომელიც ერთ-ერთი ყოფილა, ვისაც აურჩევია დალი როგორც და. აუ რა საინტერესო. და მაგას სხვანაირად ეპყრობა დალი სიცოცხლის ბოლომდე ის იყო ძალიან პატივდადებული ადამიანი. და ამ ქავზაის შემოესმა თურმე ქალის კივილი და უკვე თოფი გაჩენილი როყო იყო, მაგ დროის ამბავია და თოფი ხელში თურმე დაინახა რომ ეს რაღაცა კამერდე შეპყრობილი ყავს დალი და დალს დაუსწრია ამ ქავზა მომართე ამას თოფი რომ ესროლა ამ მონსტრისთვის ესე ვთქვათ და დალს უყვირია რომ არ ესროლა უფრო გაძლიერდებაო. ანუ ბოროტებით მისი ბოროტებით და ის ვერ მოხერხდებოდა. ოღონდ თუ შეგიძლიაო რომ უკნიდანო შენც მოკიდეო ხელიო რომ ატრიალო მთვარის აპირისპიროდო. რომ მთვარისგან არ მიიღოს ენერგია. ხო, სავსებ მთვარეზე ხო. ესე იტრიალეს თურმე ამ დევმა და ქავზაიმ ამ მთელი ღამე სანამ მზის სხივის ამოსვლისთანავე ეს დევი გამქრალა. ხო და მარტო დევი და დალი კი არა, კიდე ბევრი არსებები მყავს იქ, რომელიც სინამდვილეს ძალიან საინტერესოა. ხო, თან ნებისმიერ გვარებად რო იცით. კი, ანუ რეალური ადამიანები რა, ის კი არა ვიღაც. ჩვენ გვაქვს ზოგადად რაღაც ყველა სოფლის მოედანზე არის რაღაცა ადგილი, სადაც დგას ხე და ხდებით და ვსაუბრობთ, ანუ პოდკასტი გვაქვს თქვენებურად. და მაგას ქვია ლინკავ. როგორ? ლინკავ. შენი ლინკავი. შენი ლინკავი. ის გულინკავ. ლინკავ. და განიხილება უამრავი ანუ ყველაფერზე რო ყვებიან იქ ამბებს და ასე შემდეგ და რო ვეკითხები ხოლმე რომ აი ჯერას ვერც ეკითხები ახლა რა გსმენიათ ახლა რა მოხდა უიმე გუშინ წინ სადღაც ხუმარში შეხვედრია ვიღაცა ანუ ეხაც დღემდე ხდება კი აბა აი ეს შეხვედრია როგორ ანუ გრძნობს და მე ხედავს პირდაპირ აი მაგალითად ესეთი ის იყო რომ გადმოცემა რომ ჩემი ტრავმირებული ბავშვობა ახლა მადონა შეცხვარ შეხვედრილ ხარ არა მაგრამ ნახე ხო ვიცოდით რომ ანუ როცა დალი შეხვდებოდა დალიან კამერდე შეხვდებოდა ვიღაცას იმ ადგილზე უნდა ჩამოეკიდათ რაღაცა თეთრი კაბა ან თავსაფარი ან რაღაცა საჩუქარი მისთვის რომ მე აღარ გადაყროდა ამ კონკრეტულ ადამიანს ხო და ჩემი ლახუშტი სადაც მოკლედ ჩემი თემი არის ლატალი და ამ ლატალში არის 11 სოფელი გაერთიანებული ესე ვთქვათ და ჩემი სოფელი არის ცოტა მოშორებით 2 კილომეტრი არის თავარ სკოლამდე ანუ დაწყებითი სკოლა კი ქონდა მაგრამ თავარ სკოლამდე უნდა გვევლო 2 კილომეტრი და რაღაც ადგილია ჩაბურგანქვია სადაც სულ ეკიდა ხოლმე ეს თეთრი თავსაფარი და როგორ მეშინოდა იმ ადგილებში ანუ იმის ნიშანი იყო რომ აი წინა ღამეს ვიღაცა მიქ ნახა ანუ ტყილა ხო არ დაკიდებენ ტყილად არა კაცო რატო დაკიდებდნენ ტყილა ხო ანუ რეალურად კიდე მიუხედავად იმისა რომ ესე დამიწდა ეპოქა და სამყარო მაინც კიდე რაღაცები იქ ხდება რა და ყველაზე ხშირია მაგასთან შეხვედრა თუ კიდე არა ჩვენი მაყურებელი და მსმენელი პირიქით აინტერესებთ ესეთი თემები და ვისაც არ აინტერესებს და აინტერესებს ხო ხო და ნუ მოგლეთ ძალიან ეხლაც მეშინია სიმართლე გითხრა იმ ადგილას რომ გავივლი ჩალექილია ჩემი ბავშვობის ეს ტრაუმა ესე ვთქვათ მაგრამ ჩვეულებრივ ყოფა იყო ეგეთი რომ აი მიდია სკოლაში და ბავშვები ხედავთ ახალ თავსაფარი კიდია სადღაც ხეზე მე უკარო ბრუნდები და აღარ ეკიდა და მე განიხილავდით ვინ დაკიდა ეს ანუ ვის შეხვდა და გადაყროდა სოფელში ხო რაღაცა კი იყო ეგეთი ამბებიც და მე ვიგებდით რაღაცნაირად და იმასთან ქონია საუბარი იმ ადამიანთან ვისაც შეხვედრია მაგ უდადებული თემა არის ეგ და არ შეუძლიათ რომ ილაპარაკონ მაგაზე მაგრამ ყოველთვის ყველა მაინც იგებდა იმათ არ უნდა ილაპარაკო ეგ რატო არის ეგრე ტაბუდადებული და უნდა ილაპარაკო და კიდე იყო ესეთი
ამბავი რომ ეს დალი სხვა რამეა და კამერდი სხვა რამეა და ხშირად ურევენ ერთმანეთს. კამერდი რა არის? კამერდი არის ტყის ქალიან ტყის კაცი. ხო. მაქცია, ხო? მაქცია და რომელსაც აქვს უნარი მაგალითად რომ მაგალითად ვიჩხუბეთ მე და შენ ნიკოლოს. ის შემხვდება შენი სახით. და მაგრად მცემს. გადაქცევა შეუულია, ხო? ანუ შენი ბრაზი იქცევა იქ იმად. ხო. იმ სახეს მიიღებს, ხო? ვიზეც შენ გაბრაზებული ხარ. და სვანეთის არ ვიცი ხმით აი ვირამე მთავარი მფარველი ყავს ესეთი ვინც ანუ აი ამ ყველა დალიზე და კამერდეზე ყველაზე იერარქიით ზედამდგომია. აი მაგალითად ჯგურაგი არის ესეთი წმინდა გიორგის რასაც ვეძახით ახლა, თუმცა წმინდა გიორგი და დალი არიან ოპოზიციაში ერთმანეთთან. რატო? წმინდა გიორგი, ჯგურაგი ამ შემთხვევაში. ჯგრაგი? ხო, ჯგურაგი ქვია, კურთხეულს ნიშნავს. ჯგრაგი. ჯგურაგი კაცთან მფარველია ესე ვთქვათ და დალი როცა კაცებს ესე ვთქვათ აიმორჩილებს სათავისოდ. აიმორჩილებს და თან მერე ჯის ეს არ მოსწონს მას. სხვა შორს ერთი ძალიან საინტერესო ის არის, ანუ როგორ ღმერთდება ადამიანი. ამ ჯგრაგის თემაზე. მოყვე? კი, მაგრამ ყველაფერი. მაგრამ ჯგრაგი არის ადამიანი, ესე ვთქვათ, იყო სამი ძმიდან უმცროსი. სხვათა შორის იყო ფარელი. ჩვენ სვანი იყო თან ფარიდან. სვანი ფარელი. ეს კანი უესტის. ხო და ხო. კარგი. ნიკაირა თუ გაგაცე. ამოჭრით ამას. ბიჭო ფარელი. ფიქრე რომ ფარელ ვილიამსზე წავიდა. მიუხვდი და მაგი. დაუბრუნდა. ხო და მოკლედ გაყრა მოხდა ოჯახის ერთხელაც ძმებმა ქონება უნდა გაინაწილონ, მოკლედ ესეთი კენჭისყრით ხდებოდა. უფრო ძმას შეხვდა სახლი, შუათანა შეხვდა მიწები და ამ ჯგრაგ შეხვდა მხოლოდ ძაღლი. თავისი საყვარელი ღვემლაი ერქვა ძაღლს. ღვემლა, საყვარელი საერთოდ ღვემლაი. ხო და არ დაწყდა დიდად გული ახლა ჯგრაგს, მოდი წამოდიო ჩემო ღვემლაი, წავიდეთ ქვეყნიერება მოვიაროთ, დავეხმაროთ ადამიანებს, რაღაცა საგმირობები ჩავიდინოთ და მოგეთ დადიან ახლა. ძალიან დიდი ძალის პატრონი იყო ეს ჯგრაგი, მაგრამ სიკეთესთან ერთად ბოროტებაც გამოსდიოდა, იმიტომ რომ ბალანსი არ გააჩნდა მისი ძალის. ვერ აკონტროლებდა ძალას, ესე ვთქვათ. ხო და ზემოთ ცაში მთავარანგელოზი და მაღალი ღმერთი მსჯელობენ, ახლა რა უქნან ამ ჯგრაგს. სიამოვნებაში კაი ადამიანია, კაი კაცია, კაი ძალის ადამიანია, რაღაც, მაგრამ მოდი გავაღმერთოთო. კარგიო. ჩამოდიან ქვემოთ მაღალი ღმერთი და მთავარანგელოზი და გაუფატრავენ ამას მუცელს. დაგვერდით ახლა მაგ პროცესს. ამოუღებენ ყველაფერს შიგნით რაც აქვს ადამიანური, ესე ვთქვათ. ხო. და ჩამოკიდებენ იქვე მდგარ მუხის ხეზე. იმ ხელას იმ ძიმის იყო ეს ყველაფერი, რომ მუხის ხე ქვესკნელში ჩავარდა. გამოაღვიძებენ ამ გრძირა, ძალიან სუბუქად გრძნობს ეს კაცი თავს რა. ესენი დასცინიან ახლა. ანუ ეს პროცესიც თვითონ ამ ლეგენდების უმეტესი ნაწილით იმდენად ადამიანური საუბრებია, აი თქვენ უნდა ნახოთ მთავარანგელოზები მაგალითად როგორ ესაუბრებიან ერთმანეთს ეს მე. და დასცინიან ახლა ჯგრაგს ეს მაღალი ღმერთი და რაო რა რატო არ ვეკეთებ სუფუქიო? მოკლედ ესე გაგიკეთეთო და ცაში უნდა წაგიყვანოთ როგორც ღმერთიო და შენ იქნებიო ადამიანთან მფარველიო, კაცების მფარველი. ჩემი ძაღლიო? შენ ძაღლსო ცაში ვერ წავიყვან თუ? არა, მე ძაღლის გარეშე ვერ წავალ. ნუ მოკლედ ძაღლიო გაუშვიო თავისუფლადო. და ესეც დათანხმდება ბოლოს და გაუშვებს და ესე შეიქმნა გელი. ანუ ძაღლისგან. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბევრ მითოლოგიაში თუ ბევრ რაღაცა იმაში პირიქით გელი ძაღლდება.
და აქ ძაღლი მგელდება. მიატოვა და გაუშვა. გაუშვა თავისუფლად და დაარიგა რომ ვიყავი თავისუფალი და ჩემზე მლოცველების ცხოველები არ დაგლიჯო და ასე შემდეგ და დღემდე მაგალითად მგელი იყო ძალიან პატივდადებული ცხოველი და ეძახდნენ რომ ჯგრაგის ძაღლს. და მგელი როგორაა სვანურად რა ქვია მგელი? ხერე. რა მაგარია. და როცა მაგალითად იძულებული იყო ვიღაცა რომ უნდა მოეკლა მგელი, ანუ თავდაცვის მიზნით ის მთელი 1 წელი უნდა ეგლოვა მგელზე. როგორც კაცს მოკლავდა ისე. და იყო სხვათა შორის ვისაც თხის ჯოგი ჰყავდა ან ცხვრის ან ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილი ამბავი ვიცი ზუსტად. ჩვენ სოფელში მოხდა ერთი მოხუცი კაცი ყოფილა ილია ფირცხელანი და თოფიც გონია ყველაფერი წემსავდა ცხრებს და შემოუვარდა მგელი. რაქნა ილიამ დაეცა მუხლებზე დაიწყო ლოცვა ჯგრაგს. და მგელმა დაადება მგელმა სამწვარი დაუტოვა მარტო, მაგრამ რამხელა წმენა იყო რომ აი ჯგრაგის ძაღლს არ უნდა ესროლოს. ხო და ჯგრაგი როგორც მეცნიერები იძახიან იყო მთვარის ღმერთი და მთვარის და გლის ურთიერთობა კიდე ცალკე თეთრი გიორგიც მე წმინდა გიორგის მთვარესთან კავშირდება. ეგ არის და მგელიც ამ შემთხვევაში და ხშირად ბალადებში მაგალითად ხშირად მგელი პარავს დალს ჩვილს. ვინმე ყოფილა ვისაც დედა დაურჩევია თუ არა? დედად არ მახსოვს და ამ ქაუზაიმ წეღარ უყვებოდით იმან აირჩია როგორც დამ და ეგეც რა რო გარდაცვლილა ეს ქაუზაი მიცვალებულისთვის ჩაუცმევია დალს შუაღამე ოქროს ქალამნები. ეგეთი მითოს. და აი ამ რაღაც განდობილებზე რო არის ხშირად რა, თუნდაც აი კავკასიური იოგა რო და წიგნი რო არის და ამას შემდეგ, ანუ ყველა მაინც სადღაც მიდის რომ ეს განდობილები თაში უნდა თან უნდა იყვნენ გავში, ან სვანეთში ან რაღაცა და შენ მაგაძე ქსმენია რამე? როგორ არა სულ ის. ხო და შეგიძლია მითხრა ცოტა რაღაცები თუ რამე? სულ არის ეგ თემა. მაგრამ ვინ არიან მე არ. არა, ეგ რა თქმა უნდა, რომ ციცოდე. რაჭაშიც იყვნენ ფუსტები. ფუსტები სვანები იყვნენ, სვანუ რაჭის მთიანი ნაწილი ხო სვანეთი იყო მანამდე. აი იყვნენ რაღაც მისტი როგორ თქვა ბერები ესე ვთქვათ, რომელთა ესე ფუნქცია იყო რომ ძნელბედობის ჟამს ან ომიანობის პერიოდში დაეცვათ საგანძური ან წმინდა ნაწილები ან რაღაც. ხო და იმასაც კი ამბობდნენ რომ მაგალითად და სვანეთი და მცხესაში რაღაცა ნახევარდღესაც არ ანდომებდნენ ჩასვლად ის გადაადგილდებოდნენ არ ვიცი როგორ. პორტალის მან. ხო, ნუ არ ვიცი. შეიძლება შიდა გვირაბებითაც არ ვიცი. გვირაბები განვითარებული იყო სერიოზულად სვანეთში სხვათა შორის და ბევრი არის ეგეთი. ოღონდ აი რეალურადაც არის ხო, აი ერთმანეთთან დამაკავშირებელი სოფელ და რაღაცა სასწაული არის ღვიმეები და გამოქვაბულები ეგ აი. როგორც საქართველოს დაგსაქსულია ძალიან მაგ ხრივ. ნახე, თუნდაც ეს კოშკებიც კი ფუსტების თემა არის უფრო, იმიტომ რომ იმათ ქონდათ კოშკი, ვისაც ეს რაღაცა ფუნქცია გააჩნდა, ანუ მეომრულ რაღაც დატვირთვაში, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ ნებისმიერ კოშკში ინახებოდა რაღაცა საკრალური ნივთი, რომლის იქიდან გამოტანის ან დანგრევის შემთხვევაში ფუძეც იკარგებოდა და ხო, ხვდები. ხო და დარღვევაც კი გაუთქმელობა უნდა ქონოდა და ასე შემდეგ ესეც იყო, მაგრამ აი უკვე მე-16 საუკუნეში, მე-17-ში იყო საგვარეულოები, სადაც ვისაც ამბობდნენ რომ ესენი ფუსტელები იყვნენ და ასე შემდეგ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს საგვარეულოები სვანებისვე ხელით ამოწყვიტეს იმ საუკუნეებში. და რა ინფორმაციაც დაიკარგა. ეს საგვარეულოები ცხოვრობდნენ თან ძალიან ის როგორ გითხრა, ეგრეთ წოდებულ სამხედრო გზაზე, რომელიც აკონტროლებდნენ რაღაცა
გვარები ცნობილია მაგათი თუ მაგალითად ბერუანები იყვნენ ესეთი ჰეშკილში, იყვნენ ყიფიანები წვირმში, იყვნენ უშკუმაში სგობული პირველი სოფელი იყო, ახლა თავისუფალი სვანეთის ჩორგოლიანები იყვნენ. და ესენი ამოწყვიტეს სპეციალურად. ჩარკვიანების კი ცხოვრობენ ახალაც, მაგრამ დიდი ნაწილი იქაც ანუ ძველი გვარები, არა, დანაშაული ყოველთვის რაღაცა მოიძებნება, მაგრამ უცნაურია, ხო, ერთ საუკუნეში როგორ შეიძლება ეს რაღაც საგვარეულო ყველა გადაწყვეტს. ხაზები გაწყვიტეს რა. ანუ ინფორმაციას ვინც ფლობდა ზოგადად, ყველა ისევ და სვანებმა ქნეს ეს და. სვანების სახელით იყო და როდის ქნეს, როდის გაწყვეტა? აი მე-16-მე-17 საუკუნეებში. რა მოხდა საინტერესო. მაგ დროს ესე უცბად გაწყვიტეს ეგ ხაზი. ხო და უცნაური ამბავია ესეც, რომ ეს ნიშნულოვან ადგილებში ვინც საცხოვრობდნენ, ეს ვინც განაგებდა ესე ვთქვათ ამ ტერიტორიებს ამოწყვიტეს. და ყველა ძველი გვარი თითქმის ძალიან ცოტა არის დარჩენილი. ვინ რა მოტივი იყო, ეგ არ არის ცნობილი. ჩარკვიანებთან ვიცით რა მოტივიც იყო, მაგალითად რომ უნდათ გათავადება დაუშვათ და ერთ ღამეში როგორ ამოწყვიტეს 5 ლოკაციაზე. რას ლაპარაკობ? ანუ იმინ ორგანიზებული განზრახ გაკეთებული რაღაც იყო, ხო? და აი მადონა სხვათა შორის, ანუ აი მაგაზეც მინდა რომ კითხო რა ამ სისხლის აღების იმაზე. სვანეთში ხო აი რა მაგაზე რა სიტყვი ზოგადად ეს სისხლის აღება. ზოგადად სისხლის აღება ტერმინი არ ვიცი რატო გაჩნდა ეს. ხო, რას ეძახიან? სვანეთში არ არის ეგ სისხლი კი და არ არსებობს ეგეთი ტერმინი, არ არსებობს. ხო, ეგრე საერთოდ. ლიწური ქვია, რაც ნიშნავს ეგ ვენდეტას ჩვეულებრივ. შურისძიება. ხო და შურისძიება იყო როგორი თემა იყო ახლა გაჩნია ზოგადად ანუ ვინც შურს იძიებდა როგორ გითხრა ახლა სხვა თემაა ახლა რა გინდოდა ნიკო აუ ცოტა მითხარი იმიტომ რომ გეტყვი რატომაც გითხე თუ მინდა ძალიან ცუდა ჩანს რუკებში სისხლის აღებები გვარის იმედან ანუ რუკებში ჩანს ნათალურ ასტროლოგიურ რუკებში ჩანს რომ გვარს აქვს სისხლი ან ბევრი ეგეთი რაღაცები კონი ძალიან ბევრი მექნება ხო ანუ კონია ეგეთი შემთხვევები როდესაც ან ხელებიც კი გამყინვია რუკის კითებისას და მე ყოფილა ეგეთი მთიდან არ დავასახელებ ხარ რა თქმა უნდა და ყოფილა ეგ სისხლის აღებები და ანუ ძალიან ძიმე გადადის მე საგვარეულოზე და რა ვიგუნდა ითქვას და პროსტა მაინტერესებს რა დამოკიდე ეხა როგორი დამოკიდებულება კაი ადრე ეხა არ არის ესე ხო ჯერ ერთი ისედაც მადლობა ვერ წახდება ეგეთი ამბები ეხლა ხო აი ოკეი მაგრამ მაშინ იყო რაღაცა ჩვეულებითი სამართალი ანუ თი სამართალი იყო ძალიან კაცრი ესე ვთქვათ და ეს ღირსების თემაც იყო უნდა დაეცვათ ეს რაღაც როცა რა თქმა უნდა შეგეძლო არ გეძია შური და აგეღო მაგალითად გასამრჯელო იმ ვიღაცის სიკვდილის ანაცვლოდ ხო მაგრამ ეს ითვლებოდა ძალიან ცუდ ტონად ეს ცუდ ტონად კი არა სასირცხვილოც იყო რომ წორი აიღო ხო მესმის ამიტომ ყველა ცდილობდა რომ სხვა ეგ და სხვანაირად გახორციელებულიყო ამ განდობილებზე მადლობა. ოღონ ნახე, ისიც ესმოდათ ბუნებრივია რომ ეს ძალიან ცუდი იყო და სვანური ქუდი ხო იცით ხა თქვენს ყველას გინახავთ რომ ჯვარიანი ქუდია. ვინც ესე ვთქვათ შურის ძიებისთვის ემზადებოდა, ის სვანურ ქუდს აღარ დაიფარავდა. აი რას ლაპარაკ. ანუ ხო, ამით უკვე ცხადი იყო ის ადამიანი ცოდვისთვის ემზადებოდა. კაი მძიმე თემაა შევცვალოთ რა გინდოდა და მე განდობილებზე მაინტერესებდა ისევ თუ არის რამე შემონახული ან წყაროები ან არ ვიცი სოფელში ესე რაღაც თქმულებები ანუ რა სულ არის განძზე საუბარი მაგრამ კონკრეტულად რა განძს იცავდნენ არ იძახიან ხოლმე რაც აბსტრაქტული არის და სულ არის თეორიები მიახლოებით მაინც შეიძლება ესე ითქვას ძირითადად ალბათ ამ ხა ჩვენ ეკლესიაში ფაქტიურად ერთ ეკლესიაშიც რო შეხვიდე მუზეუმ შეადარებ ხა საგანძურია ხო? ნუ რა თქმა უნდა სვანეთშიც
იქმნებოდა ბევრი რამე, მაგრამ ძირითადად გადარჩენილი სიწმინდეებია, ხო, ხო? რაღაცები ომის დროსაც აქ ჰქონდათ კიდევაც, ხო, სვანეთში რო ეგ ზუსტად დაეცვათ. ეგ ფუნქცია ჰქონდათ ამ მეომარ ეგრეთ წოდებულ ბერებს, რომლებიც რაღაც საგვარეულოებში ბერებიო. საგვარეულოები რო იყვნენ, მაგალითად სამი ძმიდან ერთ-ერთი ეგ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ის ჩვეულებრივ ცხოვრობდა, თანაცხოვრობდა ადამიანებთან, მაგრამ იყო მაინც უცხოლო, რომელიც დადებული ასკეტია. ჰქონდა რაღაცა იცი და იცი. ხმალხოდა რაც ორდენის, და ნუ იმ სხვათა დროინდელი შორის ეხა ქვია ორდენი, ჩემს მაგრამ გვარსაც ჰქონდა ეგევე ფუნქცია და ეს ფუნქცია რაც მოიშალა, გამორჩეული ოჯახიდან რაღაც რამოდენიმე საუკუნეა უკვე ახალგაზრდა ასაკში იღუპება. მოიცა ხა საინტერესო რა. ანუ ეს ფუნქცია რომ მოიშალა. აი მაგალითად ეხა ეს ფუნქცია რომ მოიშალა, რომ აღარ ხდება ხომ? ხო. მაგრამ ეს მაინც იღებს იმ თავისას ალბათ, არ ვიცი. ანუ უნდა გაგრძელდეს ესე იგი. უნდა გაგრძელდეს, ხო. ნუ ახლა ამჯერად უკვე აღებული აქ, ხო. შემდეგში გაგრძელებ. ო, მესმის. ო. კიდე საინტერესო კოშკებზე რაც ინტერნეტში კოშკებზე აი მათეს გადაცემაშიც ვისაუბრეთ ამაზე, რაღაც რატო არადიო და მაგალითად ქალი კოშკში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეხა კიდე ცოტა უფრო განვარცობ, რომ რაღაც უფრო გასაგები იყოს თემა. ზოგადად ძალიან გვიჭირს ხოლმე კომპლექსურ კვლევებში. ვიკვლევთ მარტო სწორხაზოვნად, ვიღაცა იკვლევს მარტო წყაროцოდნეა წყაროებს, ვიღაცა იკვლევს მარტო ფოლკლორულად, მოკლედ. და ეს ერთობლიობაში არ ხდება ხოლმე და მე რადგან მადლობა ღმერთს რომ რაღაცა მაქვს ეს სიმღერის ნიჭი თუ როგორც არის და ბევრი ტექსტი ვიცი მაგ კუთხით. და რამოდენიმე ტექსტს რო დავაკვირდი, ძალიან უცნაური ამ თემა არის ზოგადად გამვრცობილი, რომ მაგალითად დედა დასტირის თავის შვილებს, ესეთი სოზარციოყი არის ესეთი სიმღერა და ყვება მათ საგმირო ამბებს და მერე როგორ აგრძელებს მათ როგორ მოუკლავენ ამ შვილებს და როგორ ადის თვითონ კოშკში, რომ თოფი ერთი დატენილია, მაგრამ დატენვა არ იცის მეორეჯერ თოფის, იმიტომ რომ მას არ ქონია ეგ ფუნქცია და თოფს ისურის კოშკიდან და კლავს ვიღაცას, მაგრამ მეორეს ვერ ისისხლებს, ესე ვთქვათ, ესეთია ტექსტში და მერე დაექვიშად იქცეს ეს კოშკი და სახურავს ხდის. ახლა რომ დავაკვირდეთ, ძალიან ბევრი დანგრეული კოშკია სვანეთში და ჩდება კითხვა ხო რა ამ გამოიწვია ესე ახლა ზოგი რო ძალიან ყარად დგას და ზოგი არ არის. ახლა რომ სვანურ კოშკს ჭირდება სახურავი. თუ კარგი სახურავი აქვს და არ აწვიმს და არ ათოვს, ის იქნება დიდი ხანი. ესეც კოშკის სახურავის ახდაც არის ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ იმ კოშკში, იმ კოშკის ფუძეზე ცხოვრობს მეომარი, რომლის იმედით სხვა კოშკი შეიძლება და ჰქონოდა. მაგრამ როცა ამოწყდებოდა ეს ეგრეთ წოდებული გვარი როგორ ხა ამ შემთხვევაში ის ხაზი კაცების და კოშკს უკვე ის ფუნქცია არ ჰქონდა. მაშინ უკვე ქალები ადიოდნენ და კოშკს სახურავს ხდიდნენ, რომ სხვა კოშკს იმის იმედი აღარ უნდა ქონოდა. როცა ნიშანს მისცემდნენ, თუნდაც ცეცხლის ნიშანს სხვა კოშკიდან. ხო და ამიტომ ქალის ასვლა ალბედითი იყო იქ და არ ადიოდნენ ქალები. ეს ნიშნავდა, რომ უკვე ხაზი ვეღარ გრძელდება. ხო. აი ეგ იყო ზუსტად. კოშკებზე ძალიან საინტერესო მოგვს წაკითხული, ოდნავ გადახვევა არის, მაგრამ ეგრევე დავაკავშირე მაგაზე. შამბალა რო არის მადონაქსმენია, რაც მისტიური სახელმწიფო ადგილი ჰიმალაის მთებში იძახიან. ერთი ჩინელი მოგზაური იყო, ზუსტი სახელი არ მახსოვს, ლაოძის სახელს გავს მიახლოებით, არ ვიცი ვისაც დაინტერესებს შეუძლია ნახოს, რომელიც ყვება თავის მოგზაურობის მემუარებში უწერია, რომ მოხვდა შამბალაში და რო აღწერს ამ შამბალას
ერთ-ერთი აქვს აღწერილი სვანური კოშკები. აი ესეთი გრძელი კოშკები იყო, ესე აგურით ნაგებია და მან ჰქონდათ ლაბორატორიებიო და რაც დანადგარი რითიც შემდეგაც ვარსკვლავებს უყურებდნენ ასე შემდეგ და ოღონდ ამ შამბალელებმა დაადებინეს ფიცი, რომ არაფერი არ გაეტანა, არ აიღწერა და ამას წლები არ ჰქონდა აღწერილი და მე რატომაც გადაწყვიტა სიკვდილის წინ, რომ ეს ყველაფერი ეთქვა რა ბედი ეწია მე არ ვიცი, მაგრამ ეგრევე დავაკავშირე, რომ ანუ შამბალაზე წერს, რომ სვანური კოშკები იყო იქო. და რაღაც აღარ მანდ გავჩერდი მე, მაგრამ აი ეგ რო დავაკავშირე ერთმანეთთან რაღაც საინტერესოდ ჩავთვალე და რას ვფიქრობ შენ მაგაზე მით უმეტეს თუ შამბალა გწოდნი არ არის. ვინ იცის? მადე. ეგეთი პასუხები მრავლის მეტყველია. მით უმეტეს პოდკასტი, კაი. ნელ-ნელა ხო მიწიერ სვანეთში წყობა მიწიერ დროა, ხო. თან რაღაცა მაგ ხას გავყევით, რომ ჩამოვიდეთ. აი მიწიერ სვანეთზე ხო უკვე შენი ისინიც თქვი, აი რა ეტაპზე ხარ ეხლა შენი თქვენი საქმიანობის ამ სიმღერის და რა ხო აი რა პროექტს ახორციელებ. საკრალური გამომივა. ხო, მაგას ვერ გავექცევით, მაგრამ ნუ მითოლოგია ღმერთები გინდქვემოჩა. აი მართლა გაგიზიარებთ სანამ მიწაზე დავუშვებით, აი მადონა შენ რო ყვებოდი აი ამ დალიზე და ყველას და უძახს რა ერქვა ეგ სახელი ძალიან. ღვაემლაი, მაინც უნდა ჩავიწერე. ანუ ისე გამიცოცხლა ეს სურათხატები გონებაში, აი ყველაფერი სვანეთის იქ ღამეს, ტყეები, ღმერთები. ხო, ეხლა რო ყვებოდა, აი მართლა ვიგძენი გეგონია რეალობა, როგორც რეალობა. ძალიან რაღაც სულთან ახლოს მოვიდა აი ყველაფერი. ძალიან მაგარია, როცა შენაირ გაფრენილი აქ ესეთი პოდკასტი. ესეთი ეს გაფრენილი პოდკასტია, სენდაში შენი პოდკასტით ფუთავთ, მაგრამ ესაა გაფრენილი პოდკასტი. ლინკავ. პოდკასტი ხო ლინკავ არის. მე ლინკავ, ეგეც ჩაინიშნა. ლინკავ, ღვაემლაი, ხო? ხო და აი რა შვები, ეხლა რა პროექტზე მუშაობთ და რა საკეთებთ? ეხლა ის ანუ მე ვარ ერთი კარგი ძალიან საინტერესო სოფლიდან ლახუშტი ქვია, მომღერალი სოფელია და ყველა მღეროდა ჩემს ბავშვობაშიც სიმღერის გარეშე ცოცხალი მუსიკით სავსე სოფელი იყო ესე ვთქვა, ცოცხალი ფოლკლორი. ბანთეს გადაცემაში მაგ ნანახი. არტულებრივი გადაცემა. ძალიან მაგარი გადაცემა ბანთეს. მოკლედ სიმართლე გითხრათ, რატო დავიწყე ეგ თემა 2011 წელს ვიყავი სვანეთში რაღაცა ჩემს საქმეზე მასა სამაგისტროს წერდი მაგ დროს თუ რაღაც ვაკეთებდი და ერთ დღესასწაულს რო დავესწარი აღმოვაჩინე რომ ახალგაზრდები არ დგებოდნენ ფერხულში და რომ ვეკითხებოდი რატომ წარმართულია ხო არა და ამ დღესასწაულებს არის მიბმული უამრავი ფოლკლორული, ესე ვთქვათ, ნიმუში, ფერხულები, ჰიმნური საგალობლები, ყველაფერი, რაც გვაქვს სვანურ ფოლკლორში, ყველაფერი არის ამ დღესასწაულებიდან. თან სცენაზე შეიძლება მოისმინო ეს კონკრეტული ნიმუშები დავარცხნილი დალაგებული, მაგრამ იქ კონტექსტუალურად ყველაფერი არის როგორ გითხრა, სავსე. შეიძლება არ იყოს დალაგებული, მაგრამ მაინც უფრო ნაღდი იყოს, ვიდრე სცენაზე შესრულებული რაღაცა კონკრეტული ნიმუში. ხო და მაგათ რატომღაც ჩვენს ზოგადად ქართველები ვართ ეგეთი, რომ როცა სხვა გვაფასებს, მე ვაფასებ ჩვენს კულტურასაც და იმ დროს გავიცანი ერთი შოტლანდიელი ქალბატონია მეჯი ბრეი, ჩემი მეგობრის მეშვეობით ნანა მჟავანაძის, რომელსაც მოუყევი, რომ აი დღესაც კი როგორი ცოცხალი ფოლკლორით სავსე სოფელი გვაქვს, აი ნიმუში, სადაც გამოიარა ყველანაირი ქარტეხილი კომუნისტობის იმის და მოვიდა ჩვენამდე, ანუ შენარჩუნებული გვაქვს ყველაფერი. ხო და თუ შემიძლია მეთქი, რომ მაგალითად გავაკეთოთ ეგეთი რამე, რომ მოვიწვიოთ რაღაც სტუმრები, ეთნომუსიკოლოგები, მუსიკოსები, რომ აი თუნდაც ამ მოხუცებისგან ისწავლონ ის სადღესასწაულო სიმღერები, რომლებიც იქ მერე შესრულდება დღესასწაულზე,
ოღონდ მე არ ვეპატიჟებოდი როგორც რაღაცა ტურისტს. მე ვეპატიჟებოდი როგორც ამ შემთხვევაში თანა სოფლელად, თანაწევრად იმ რაღაც ესე ვთქვათ, რაც ხდება ჩვენთან. და ეს ქალი ძალიან დაინტერესდა და ესე დავიწყეთ პროექტი მომღერალი სოფელი. 2011 წელს. ხა ძალიან პოპულარულები ვართ ყველგან და მთელი სოფლიო გვიცნობს, მაგრამ რა მაგარი არის რომ თქვენი გავლით ეგრე გავიდა მთელ სოფლიოში ეგ ამბავი. ეხა იმდენად ბევრმა იცის მართლა რომ რაღაცა ზოგჯერ ისეთ ადგილას ხდება ჩემს და სოფლის სახით უცნაურა. მოკლედ ესეთ ამბებში ვართ ეხა და მემზადებით მომავალი ზაფხულისთვის საინტერესო ჯგუფები გვეყოლება, საინტერესო ამბები გვექნება, მათ შორის გურჯიევები გვეყოლებიან. აუ ძალიან მაინტერესებს და თქვენთან სტუმრად უნდა ჩამოვიდეთ, ხო, უნდა ჩამოვიდეთ. შენი სივრცე უნდა აი, გვაქვს ერთი ესეთი აქტივობა, სადაც კოცონის ირგვლივ ვყვებით ლეგენდებს და რას ლაპარაკობ. ურთებში კოცონის ირგვლივ ლეგენდები. მადონა დაგვიჯავშეთ უკვე ადგილი. ხო და მართლა აი თითქოს ის ხდება რომ სვანეთი არ არის მარტო ეს რაღაცა ლამაზი პეიზაჟები და ხო რა ხალხში არის ბრძნეთ და მთელი ეს მისტიკა, საკრალურობაც და მიწიერებაც. ხო, ყველაფერი რა. ადამიანში რა ეს. ადამიანში ხო. ეს ძალიან კარგად ქონდათ დალაგებული ჩვენს წინაპრებს, როგორ უნდა ყოფილიყავით, როგორ უნდა გვეცხოვრა და თანაგვეცხოვრა ბუნებასთანაც და ყველაფერთან ერთად და სამწუხაროდ დღეს შეიძლება გლობალიზაციამ ბევრი რამე გააფუჭა, მაგრამ თანდათან რაღაცები უბრუნდებით თითქოს მაინც. ხო, ეგ ტენდენცია იგრძნობა არა მარტო სვანეთში. ხო, მაგრამ მანდაც ბალანსი არის საჭირო. მაგალითად, ახალი ფანალისე წავიდა უამრავი გადამღები ჯგუფი წერს, რომ ენახათ იქ რაღაცა მისტიკური ამბები და ხო, ყვითელი რაღაც ეზოთერი. აი ეს ხო, რომ აი გააოცონ და საკრალურობის დაკარგვა არის. აი ეგ ზუსტად ეგ არის რომ საკრალურობის დაკარგვას როცა უწყობ ხელ ამით. შოუ რა. შოუთი ესე ვთქვათ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს იმიტომ რომ იქ აი მე მაგალითად როცა შეიძლება ეს პოდკასტიც არ მომეწონოს, შეიძლება კი არა დიდი ალბათობით. არა, ეს მოგეწონება. არა, ჩემ ლაპარაკი არ მომეწონება, ვიცი, მაგრამ არა უშავს. მაგრამ როცა უყურებ სიუჟეტებს მაგალითად ჩვენზე გაკეთებულს არ რაღაცას და როგორც დილობს მაინც ვიღაცა რომ წაიყვანოს სადღაც ხო რა ყურებადი რო იყოს. ყურებადი რო იყოს და ისეთი შევრაცხყოფილი ვარ ხანდახან რომ როგორ გითხრათ, იმიტომ რომ შენ სხვანაირად შენთვის ეგ. იმიტომ რომ იმდენად ჩემი ცხოვრებაა ეს, ხო? იმათი ცხოვრება. მესმის ძალიან კარგად. და როცა მაგას ხელის შეხების საშუალებას გაძლევ, შენ ეს არ უნდა გავიყენო. ხო, რა თითქოს ძალიან შენ ინტიმურ ადგილს უშვებ და იმისგან ის რაღაც ცდილობს შოუ მოაწყოს დიდი და შენ არა და პირიქით. და მე ბოლოს რო გეკითხება, რომ იმდენად ვერ იგებს არს, რომ ხედავთ. იმიტომ რომ მე ბავშვობაში თებში დამიტრიალებია. ხო, რას იზავ ხა მოყვება ეგეც, მაგრამ ჩვენი ერთ-ერთი ფუნქციაც ეგ არის, რომ ეგეთი თემები საკრალურად მივიტანოთ სწორი გზით. ზუსტად. და ბევრია სალაპარაკო ამ თემაზე, ვერც მოვრჩებით დღეს მაგას. ხონდა სვანეთში კოცონის ირგვლივ. კი, ვაგზელებ სვანეთში კოცონის ირგვლივ. მადონა, მადლობა ძალიან დიდი. პირიქით მადლობა. მართლა გადამისროლე სვანეთში სულიერად და გონებრივად ცოცხლად. საოცარი პოდკასტი. მადლობა. მეგობრებო, ეს იყო შენი ლინკავი. მე ვარ მის ერთ-ერთი წამყვანი ღვამლაი და ნიკა. ძალიან მომეწონა ეს ახალი ანუ დაბაკვირებულად ხوار. ანუ ხო შეიძლება ეს სახელი კი, რა თქმა უნდა. ნიკას რა დავარქვა? აი შენ შემიჩია. რა დავარქვა ახლა მაგას? ოპა რაღაცას მოიგონებს. ანუ ღვამლაისნაირი რამე ძაღლი არ იყო კიდე? ან კატა. ან ფრინველი. ენის კარტით. შენ იყავი ეს რო ეძებს. მე აქ ჩაცე. ჯიხვი იყოს? ჯიხვი იყოს. ჯიხვია?
არა ჯიხვი არ არის ახლა. არა, ჯიხვია. ამ ფრინველი რა. ქუნაშ რა იყო? სულისთვის გაკეთებული საჭმელი. აი, всё, მორჩი. კაი, მოკლედ მე იძებს კიდე. მეგობრებო, მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის. მადლობა, არ შემრისხოთ. აი, ვინ უნდა შეკრისო. დროებით.